ხშირად არის რომ პატარა მარცხიც კი ყოფნის იმისათვის რომ დაივიწყოს და გადახაზოს თითქოს არაფერი არ გიკეთებია. წარუმატებლობის შიშმა არ აჯობოს თქვათ გამარჯვების სურვილს. როგორ იწვრთნება მენტალური მხარე? ხაბიბამ რაც გააკეთა მაგ სამყაროსთვის, იგივე გააკეთა თვალიშვილმა ახლა საქართველოსთვის. ერთეულებს გამოზდით მენტალურად შიგნით დაძლიო ჩაგრულის პოზიციაო. ეს კომუნა გაიჩნდა როგორი მესამე სივრცე, იცი რომ სადაც მართლა შენი თავი იქნება. არა. სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო, პოდკასტი არასერიოზული, ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი აჭარაბეთია. რაღაცნაირად მოძრაობთ მეც და სტუმარიც. გემზე ვარ. ცოტა თუ ესე გაიჩ. ბიჭო, გითხარი, ფულს არ იხდიან მეთქი და მაინც დადო. კარში ივიკუა მეორეთ უკვე. ერგებლიძე მოსული და მოიტანა კამპას წვენები. განა წვენებს ვერჩი ბიჭო, ვიძახი, მაგრამ სანამ ფული არ დაიდება. შეგონი ეს არ ვიცი ხა ვინ არიან? არა, იასნია, просто ეს ვერ მოვაძრე ხა, გაიგე. და მეთქი ესე მოკიდებდი ხელს რა გამოგეშთი. თელი პოდკასტი რო ესე. კაი, კამპა, კაი წვენები გაქვთ მართლა. შეგიძლიათ ფული გადამიხადოთ და უფრო მეც ჩაშლილად ვისაუბრებთ თქვენს კარგ წვენებზე. მანამდე კი წყალს დავლებ, რომელსაც ალბათ ვერც მიხვდებით რა ბრენდია. რა ვახარ? ხო ისი ადრე როგორც დავიწყე, ზუსტად ეგრე ვარ, ისე просто აღარ შევიგინები თუ დავიგინები. აღარ მახსოვს, პირველი სეზონი იყო, რომელიც მე-10 პოდკასტი არის. ეხა არის 159 პოდკასტი. მაშინ გითხარი, რომ ისე ვარ თქო. აი ვიტყვით ეს ტყნება. ეგ ძალიან მაგარია, კაი პასუხი. არა, ხო, მაგრამ მაინც რაღაც პროგრესი ხომ უნდა დავდო. მაშინ მაგ სიტყვის გაზვიადებული რაღაცა. დექტისა ეს. მიხარია, რომ ეგრე ხარ, ეხლა ხანს ვინც არ ნახეთ მე კონკრეტული თემებია, რაზეც მინდა ვისაუბროთ. მაგრამ დღევანდელი დილა რო არ ვახსენოთ, ჩვენ არ ვიქნებით კარგი ქართველები, მე მგონია და ვიქნებით, რა ვიცი, ცუდის მსურველები ჩვენი სპორტსმენებისთვის. დღეს დიდი გამარჯვების დღე იყო. მე ხო იცი ხარ, დილა რო თქვი მე მაგრამ ჩემს სირბილზე იზახთი რა. არა, შენ სირბილამდეც მივარ. მე მაპატიეთ ყველა. აა, შენ სირბილამდეც მივარ. დღეს არის, როცა იწერება 20 რიცხვი. შესაბამისად, ხო 20-ია დღეს კაცო. ხო 20, არა 19-ია, ბოდი 19 არის. დღეს დილით იყო ბრძოლები და ვნახეთ მერაბის, ნუ აი არ ვიცი, მაგას ჩაგვრაც არ ქვია რა. უყურე? მე გადავები. ლაივში, ანუ ეს უყურე თუ პოსტფაქტუმ ნახე? არა, ბიჭო, ლაივში გადავე. ეგ ვინც არ ნახა ლაივში? ვაფშე ტელევიზორიდან გადავები და მე გადავები. მითხარი რა მელოდინები ქონდა მაგ ამბავში? დადებული მქონდა ფული. და ვისოდი რა. მარტო ერთზე ქონდა, რადგან ანდერდოგი იყო? პრო ჰასკაზე და მერაბსა. ბიჭო, მეც ფიქრობდი არა და ჩემო ბრატმა გადამაფიქრებინა. რაც თქვი ეგ დაჯდათ ანუ. просто ანუ ეხა ეგ ფულის დადება გვერდზე იყოს. ანუ ვაფშე რა გააკეთა ტიპაზე ხარ? ანუ იმას კი არ ვიცი რომ მოიგო რა გააკეთა, ანუ სპორტსმენია მოიგებს ხან წააგებს არ მოიგებს. ეგ ბაზარიანა. არა, просто ანუ UFC-ში რა გააკეთა ტიპმა, საქართველოს სპონჯში რა გააკეთა რა, ანუ საწინააღმდეგო კი არ მაქვს არაფერი ამ ჩეჩნურ ინგუშ დაღესტნელებთან რა, არაფერი, просто საქართველოს პალაჟენია რომ მოდის მე ეგ მევასება. ეგ ძალიან მოწონს, ეგ ძალიან მაგრაა. ხო და გახსოვს ადრე ჩვენ ბაზრობდით რა. და ცოტა ესენი თავის კამანდი ცოტა დუხავდნენ რაღაც პონჩი იყვნენ რა და მაგათი იმიტომ რომ პარადიმი ყავდათ რეალურად. ხო და ეხლა საქართველოს შევიდა რა, იმიტომ რომ ჭიდაობით იგებდნენ და თავისი რაღაც ეს კავკასიური ხოდი ქონდათ. საქართველოს პროცესა და გვიან განვითარდა და შევიდა და მე ვიძახთი რომ რაღაც big name ტიპი უნდა წაქცეულიყო ქართველისგან არაერთი რა და მე ვფიქრობ რომ თოფურიაც იგივეს გააკეთებს და всё რა ეგ არის და მე ქართველი წარმოიდგინე როგორ მისაღები ტიპი იქნება რა. მე როგორ გაუყვალეს გზაზე. ხო და მე მგონია რომ ხაბიბამ რაც გააკეთა მაგ სამყაროსთვის იგივე გააკეთა თვალიშვილმა ახლა საქართველოს. ორი აზრი არის. სვეტში ეგრე გააკეთა. და ახლა თუ რამხელა განვითარებაზე ხარ? ჩვენ ახლა ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია მოვითხოვოთ რომ საქართველოს ჩატარდეს. ხო არის მაგაზე ლაპარაკი. დანამ უთხრა მე მგონი რომ კიო რა. არა, ლაპარაკი და სურვილი იასნი არის და იქნებოდა, просто ძალიან დიდი განაცხადია შეჩემე. ჯერ ვაფშე UFC-ის ისტორიაში სად ბლექსი არენა მარტო სხვაგანსა უნდა ჩატარდეს. სპორტ სასახლეში ვერ ჩატარდება ახლა ეგ და ფილარმონიაში. ახლა იმაში სპორტის სასახლეში, ან ჩვენთან უბანში, რა ვიცი სადმე რა. ბლექსი არენა მარტო მაგ მასშტაბს დაიტევს იქით რა, ბლექსი არენას მასშტაბი არის რა. просто გაასწორა იმა რომ აი ეგრე განვითარდით და მე ვფიქრობ რომ ექსპორტის ძალიან მაგრა განვითარდება ეხა და ჩვენი ის იქნება რა
სადაც ზალმომრეობითი პონტი არის და მაგარი მოხერხებული ტიპები ვართ რა. რაც გამოგდის ვერ წაგვართ. ჭიდაობაში რო შეადარო ესე მასიურად ქართველებზე ვაფშე სად არიან, აი ეგ ტიპები სად არიან და ქართველები სად არიან. პროტა გვიან შევედით რა და მერაბიც ეხა არ იყო ეგეთი სახელოვანი მოჭიდავე, თქვათ როგორი სახელოვანი მოჭიდავეებიც ყავს არა? ხო, ბაზარიანა. და რა უკნა ტიპებს ოლიმპიური ჩემპიონები სეხუდოს რა უკნა ბიჭო რა უკნა მართლა მე ის გამეხარდა რომ არჩ ერთადერთი ახლა რაღაც პოდკასტში ვიყავი ჯიგრებთან სტუმრად რამდენიმე დღის წინ UFC-ს კონკრეტულად თემა აქვს რა და მაგას განვიხილავდით რომ ანუ 100%-იანი დარწმუნებული ვიყავი რომ აი რაც მოხდა ეგ მოხდებოდა ყველაფერში დაჩაგრავდა ბოლოს დაღლიდა და დაცინებდა და აი ეგრე მოიგებდა ერთადერთი პროსტა რატომღაც მენერვიულებოდა ფსიქოლოგიური ფაქტორი რა რატომღაც ხაბიბა და ხო აი არა ყი თვითონაც პირველად ნახე ეგრე ნერვები მოშლილი რა დაჟე პიოტერ იანთანაც არ იყო ეგეთი ნერვები აშლილი თუ რაღაც ხო ხდები ეთყობა სხვანაირად მოხდა გულზე თუ არ ვიცი მოკლედ მეგონა რომ აი მე მაგ ფაქტორმა სადღაც არ გადაწონოს რა სადღაც ეს ერთი შოთი არ გამოიყენოს იმან არ მოიქნიოს კა ჩემპიონება ბევრად უფრო მარტივია ვიდრე შენარჩუნება შენ და პასუხისგებლობა ასმაგი არის ანუ იმას დასაკარგი დიდათ არაფერი არ ქონდა ამას ყველაფერი ედო რა ო ესნია ეგ არის ეხ თუ შოს ეგრე ნერვიულობს ხოლმე რა იმის მე რაც სოფლიო ჩემპიონი გახდა იმის მე რაც ოლიმპიადაზე ეგეთი შედეგები და უკვე ხალხი გავალდებულებს გაიგე და ხელა იმას გწნობ წნეხს გწნობ ვაფშე რა მაგ საჯერ სპორტსმენებს აი თუ შოსაც რა ის პონტი არ ევასებათ რომ შენ მოიგებ და უნდა მოიგო და ეგ ლეობა ბაზარი უნდა უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება და რამე რომ ეგ ჩახსნა რა ეგ ფსიქოლოგიური წნეხი რა მოდი ორი სიტყვა თუ შოზეც ვიბაასოთ რამე ძალიან მინდა რომ პოდკასტში მოვიდეს და ჯერ მოკითხვა აქედან ძალიან დიდი პატივისცემი და ძალიან მინდა რომ პოდკასტში მოხვიდე უბრალოდ არ შეგეხმიანე აქამდე რატომღაც და ამას კი გამოვართ ნომერი кайხანია მაგრამ მაგას დავალაგებ რა ის ამბები მინდა განვიხილოთ ვინც არიცით სიტყვაზე რა ივიკო არის საქართველოში ალბათ საუკეთესო ერთ-ერთი ფიზმომზადების ტრენერი რომელსაც თუ შოს ვინც ამზადებს რეალურად და ვინც წლებია მასთან ერთად არის ეს ოლიმპიადის ამბები ნახეთ რაც მოხდა იმ არასწორი საქციელიც ყველა ნახეთ რაც მოხდა ეხა როგორ არის ვაფშე რა განწყობა არის მაშინ რო ელაპარაკებოდი რა ხოდი იყო რა განწყობა იყო ეხა კარგად აიხა ველაპარაკე რა სახში რომ მივედი დღეს ველაპარაკე მეთქი როდის დაიწყო უკვე ვარჯიში რა ეხა ერთ თვეში აპირებს რომ იჭიდაოს სადღაც არის არ ვიცი რაღაც ტურნირი არის მე თბილისის ტურნირი არის და მე უკვე ევროპაში სოფლიო უწევს კარგად არის რა ამ ხო ის ყველა ასე რა ქვია სოგიჭირი მარგებელი ეს პონჩი დისკვალიფიკაცია რომ მიიღო ხო დაისვენა ვაფშე მოწყდა რა ამ ძიუდოს სამყაროს ბიჭო ზართული იყო ძმაო აბა მთელი ცხოვრების ოცნება როა რეალურად მე კიდე ეხა მე ხო რამდენი წელია მე და თუ შევართ 10 წელი მოვდივართ ერთად ეხა ამ ოლიმპიადისთვის აი ბოლო წელი რაც გააკეთა ძმაო აი იმინა ყველაფერი ჩადო ანუ იმას კი არ ვიძახი რომ ვარჯიშს ყველაფერი ჩადო ვარჯიშობდა, სწორად იკვებებოდა და იწვა. ანუ არც იჯდა ტიპი, ანუ ძალიან პროფესიონალურად, აი ყველაფერი მაგას შეწირა რა და მე მაგ ხელა ის რო გაქვს რა იმედგაცრუება და რთულია მაგაი რა და გაასწორა რომ მოწყდა რა. ეხა დისკვალიფიკაციამ გაასწორა თქო მაგას კი არ ვიზახი, გაასწორა რომ ზოგი ჭირი მარგებელია ხო ეგ ამბობ. ხო და აი ხა დღეს მაგას ვებაზრებოდი კაკრას რომ მინდაო რა, მომენატრაო რა, ეხა მწყურიაო. და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ აი ჰანგრი რო ხარ, მე სხვანაირად ხარ. ეხა რამდენი წლის არის? 29. ანუ ჯერ ეგ ასაკის პრობლემა არ არის, ხო? არა, იასნია. ანუ შემდეგი ოლიმპიადისთვის ჩვეულებრივად შეიძლება. ოლიმპიადას მოიგებს, ცოტა სამაუენანი ბალვანივით რო არ გამომივიდეს. მე მჯერა და მწამს რომ მოიგებს რა. ეხლა რო არ მომხდარიყო ეს რაც მოხდა რა. ალბათობა იყო რომ ოქროს ამოიღებდა. ეგ იყო მოსაგები, всё, ეგ იყო ფინალი. ანუ ტიპი ვინც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თავის სახლში ჭიდაობდა და თუშო ყველა ასპექტით ჩობდა, ჩაგრავდა და პროსტა აგონია რომ მაგ ყველაფერს იაძებდა და სპეციალურად ქნა ეგ რაღაცა პროჯობა. აი ისეთ შეცდომა მოუვიდა, რაზეც ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკე, ალბათ წნეხის ბრალია ეგეც რა. ანუ იმან კი არ გაუკეთა ისეთი რაღაცა რომ აი ჩვენთვის მოულოდნელი იყო და ამას ჰქონდა ზედმეტი რეაქცია? არა, ანუ ორ რაღაცას აკეთებს, ორ ილეთს აკეთებს ეს დიდი კაცი რა. ერთი იცის რასაც აკეთებს ხოლმე, არ ვიცი ხა აქ როგორ ახსნა. და მეორე არის ეგ რა წოით ესე
წონით აჯდება უკან და აქცევს ტიპებს რა და 160 კილო ეხლა რომ მიდი და ხო აბარა მაგ რაღაცაზე ვლაპარაკობთ ამდენი წელია თავიდან რასაც შვებოდა რა ტაქტიკითაც მიყავდა ეგ უნდა გაეგრძელებინა და პროსტა იჩქარა რა ის ხელი არ გააშვებინა და იჩქარა შესვლა და იმან დაიჭირა რა მაგრამ იასნია მაგას არ უკარგავ ეხლა თავის იმას მიღწევა ძალიან მაგარი ძალიან მაგარი კი არა ყველაზე მაგარი ძიუდოისტია თავის შედეგებით და ლეგენდა არის რა მაგრამ ყველა ასპექტში თუშო ჯობდა სანამ ეგ ამბავი მოუვიდოდა და ეგ ამბავის თუშოს დაწყებული იყო არასწორი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო რა რომელიც ძალიან ბევრჯერ ქონდა დაღეჭილი ვარდა ხავში მე რეკონდათ ერთმანეთში რამე კომუნიკაცია არ ბჭვის რაღაცნაირი ტიპია რა არ გაგისწორდება რა ის ხო ისი რანაირი როჯა რომ მოუგო თუშომ ერთხელ წავიდა და უჩივა მე რა სიძა ბიჭო უჩივა გორში რაღაც საკლუბო ჩემპიონატი რო იყო თუშომ მოუგო სუფთა გამარჯვებით და წავიდა და უჩივა რომ რაღაც არა ძიუდოისტური ილეთით წამაქციაო და გაითვალისწინეს ახლა როგორც ზიდანს გაითვალისწინებდა თქვა FIFA ლეგენდა ტიპი არა და მოუხსნეს ეგ რა არა და კადრები არის როგორც უგებს რა ანუ ეგეთი ტიპია რა ეხა აი ეგეთი ლეგენდარული სპორტსმენი რო ხარ მაგას არ იკადრებ მომენტ თუ კაცი ხარ რა არა რა ღირსეული ტიპი არ არის ჩვენ არ გაგვისწორდება ეგეთი ტიპია რა ანუ პოსტფაქტუმ ესე ამბის მერე კომუნიკაცია არ ქონიათ რომ სიტყვაზე რა ან იმას ბოდიში მოეხადა რომ არა ეგეთი კაცური საქსიელები ვაფშე არ აქვს არ არის რა ანუ ჩემთვის და არ ჩემთვის არ არის კაი ტიპი რა რამდენად დიდი ალბათობა მაგის ასაკი არ ვიცი რა პროსტა მაგან თქვა რომ მეც რჩებიო და კიდე უნდა ხო აი გუნდა მეკითხა კიდე იქნება იქით ოლიმპიადაზეც ასაკი უწყობს მაგრამ 34-35 წლის არის და მართლა მეტის არ არის გავს იმ ბაბუა ჩემს ბიჭო ხო მაგრამ ანუ 3 წელიწადში რა იქნება კაცმა არის რა რას გაიგებ მაგრამ რომც იყოს ანუ ეგ თუშოს აწყობს რა ის პონტი არის რომ ვაიმე ოღონდ არ იყოს კი იყოს მე მგონი პირიქით იყოს თემა ნეტა იყოს არის ხო მან მეორე ტიპი არის რა ვინც თუშოს მე ყოველ შემთხვევაში ეგრე აღვქოდა კიდე ჩვენ გარშემო ვინც მეგობრები ვართ და ვინც ჩახედულია მაგ სპორტში აი ტასოევია რა რუსი რომელიც არ დაუშვეს ხა ოლიმპიადაზე შემდეგ ოლიმპიადაზე არ ვიცი რა იქნება მაგრამ აი ეს ძალიან ძლიერია რა თუმცა თუშოს მოგებული აქვს მაგისთვის ევროპის ფინალი ევროპის ჩემპიონი რო გახდა მაგ ტასოევს მოუგო მაგრამ ანუ ეგაა რა ანუ რინერი არ განიხილება ეგრე კონკურენტად განიხილება ის ვა ანუ არ განიხილებაც ცოტა ზედმეტად ხოხტები არ ეგ არის რა ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე რინერი რა და საშიში შეწნეხი ქონდა ვაფშე მენტალური მერე ეხლა რაღაც ჭორაობთ თითქოს თუშოზე მაგრამ აქ არ არის პროსტა აქ რო იყოს სიამონებით კი თუშოს კითხავდი მაგრამ ვიცი რომ გადამული ძმაკაცები ხართ 24 საათი იმის გარდა რომ ტრენერი ხარ ხო არა მოვა მეც დამოვისტა შენ რო შეგეხსენებინა ვეთქოთ ვიცი მეც რაღაცე მე გადავალა გადმოვალაგებ ზუსტად ვიცი რომ ვარს არ მეტყვის აი ეს არის კაი პერიოდი არის რომ სიამოვნებით უახლოეს მომავალში მაგას ვიზო პროსტა შენ რომ მითხრა აი ჩისტა როგორც აი ტრენერი თან ძმაკაცი თან ამბავი რაღაცა იმის გარდა რომ ეს ამბავი წნეხი იყო რა ანუ მენტალური წნეხია ალბათ სადღაც ისიც გაქვს რომ მთელი საქართველოს იმედი ხარ რა ხვდები და უცებ რა ხდა ესეთი რაღაც იჩდება იმედი ხარ თან ბოლო გასტროლა ყველაზე პრესტიჟული წონაა ყველა შენ გიყურებს თან თუშო რაღაცნაირად უყვართ რა ხო არის რაღაც აი საყვარელი სპორტსმენები არიან რა ვიღაც არის შეიძლება ბევრად უფრო ტიტულოვანი ქვეყანას უყვარს ეს ერის ჩემპიონს რო ეძახიან ხო ხალხის ჩემპიონი გმირი ტიპი არის იმიტომ რომ ძალიან კეთილი კაცია და ეს არის რა ძალიან თბილი ადამიანია რა რაც იასნია სხვანაირად ჩანს იქ დატამს ვაფშე არ არის თბილი მაგრამ ეგეთი ტიპია რა და იასნია გაიწნეხებოდა რა იქნებოდა და ამხელა რო არ ვიცოდე რა მართლა რო არ ვიცოდე აი კადრს მიღმა რაც ხდება რა ვაფშე ჩემპიონატი და შეჯიბრი ხო ის პონტი არის რომ გარეთ რაც გამოგვაქვს ეგ ჩანს ხო ეგ პონტი ანუ იქით რა ხდება კაცმა არის ეს ტიპი რომელიც გაიმარჯვებს და ტირის რა ატირებს იცი ანუ შენ ჩვენ და ხალხმა რო არ ვიცით იქით თვითონ რო იცის რაც აქვს შადებული და მაგან რო შედეგი დააყენა ეგ არის გულის ამაჩუყებელი და ეგ არის რომ აი ვაიმე რამდენი ვიტანჯი ამისთვის და დამიფასდა ეგ ატირებს რა თორე ხა დასრულ ტიპებს ხა იმ მედალს მიცემ თუ რაღაცას არა ბაზარი არა
ვახ. ხო და გამისყდა აზრი რა. ანუ რამხელა შრომაც ჩადო და რამხელა დროც და ვაფშე ყველაფერი გაწირა რა მაგისტვის რომ გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი და ძალიან დიდი იმედგაცრუება არის და ხო ლოგიკურია რომ გაგიტყდება ძალიან თან პახო და ამდენი ხალხი რომ გიყურებს და თან იცი რომ აი ამ ხელა შრომა გადაგეყარა წყალში რა ეგ კი რაღაცას დავკარგავ ის მიტყდება ხო არა ბიჭო მაგის პრიზმიდან ანუ კიდე რას ვიძახი იცი რომ ერთია როგორც რაღაც ათლეტი და სპორტსმენი რომ ამას განიცდი მაგრამ ხალხს აქვს ხოლმე რა იმის გარდა რომ და რაღაცა სწრაფად ვიცით და კარგია რომ ეს ვიცით რაღაცა ადამიანების გაფეტიშება ხო ხტები ხშირად არის რომ პატარა მარცხიც კი და კონკრეტულ რაღაცა მასას ყოფნის იმისათვის რომ დაივიწყოს და გადახაზოს თითქოს არაფერი არ გიკეთებია რა მიხდი ხო რაღაცა ეს სამწუხაროდ ეგ თვისება გვაქვს რა და აი ეგ პონტი ხო არ ქონდა თქო რა რომ აი ეგ წნეხი ხო არ უგზნიან რაღაცა ხო აი ეს სოციალური მედიაც თავისაშვება რა ხო ხტები იქ ჰეითერები იქ ვიღაცეები ეგ პონტი არ ყოფილა თუშოზე ეგ პონტი არ ყოფილა რომ ეთქვათ რომ აი ეს რა გააკეთა და რომ პირიქით ხო ძალიან დაუსახურებელი იქნებოდა რა ვაფშე გამიკვირდა ისე დაასაპორტა ერმა ისე დაასაპორტა რომ აი თქვათ მეზობლები ვინც თუშოს მაგარი ისინი არიან გულშემატკივრები და ხვდებოდნენ მე ხო ის გატეხილში და რამე და რა მოხდა და აუ მაგას ვინაცვალე მარჯვენაში რომ ესე გააკეთა და ხო ხვდები ან კაცურ ჟესტი ხო იმდენად კაცური იყო რომ ხო ბაზარი ანუ რა გააკეთა ეს რა ჩაიდინა რომ ის ხელიდან გაუშვა ეგ პონტი არ ყოფილა რა ძალიან სწორი და ძალიან კაი კაროჩე არ ვიცი სწორია თუ არა ეგ მაგას დრო გვაჩვენებს მაგრამ მე ვიძახ ხალხის დამოკიდებულება ძალიან სწორია რა ესე რომ შეხედო ესე რა პრაგმატულად რომ შეხედო იასნია ის უნდა გაატარო ეს უნდა გამოატარო მე ვითმინო და რაღაც ვალდებულებები გაქვს და რაღაც მაგრამ პროსტა ემოციური ხალხი ვართ რა და რაღაც სადღაც ემოცია იგებს მაგრამ მაგარი მე ეგრე მგონია რომ ძლიერი ტიპი ხარ და დიდი ტიპი ხარ როცა ამ ემოციებს მართავ რა და შეეკპონტია რა რომ შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო მაგრამ ემოციებში ისე გაგირბოდეს რომ ვერ გაიჩიტო რა ზემოთ ეგ არის რა რომ ემოციები უნდა მართო რა აი ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია რა მაგაზე ხშირად გველაპარაკე მე მგონი პირველ პოდკასტში შევეხეთ რომ აი ეგ ასპექტი რო ავიღოთ რა ერთია შეიძლება ფიზიოლოგიურად რო ავიღოთ რა აი ფიზიკა კონდეს უმაღლეს ხარისხში მაგრამ აი როგორც ტრენერი ხარ რო ამიხსნა როგორ იწვრთნება მენტალური მხარე ერთია შეიძლება იდეალურ კონდიციაში იყოს ტიპი მაგრამ შიგნიდან რაღაცა ბზარი იყოს რა და იმ ბზარმა მერე მიიტანოს ნგრევამდე როგორ უნდა გაამყარო ათლეტში მენტალური მხარე რა არის აი ეგ არის სავარჯიშო რა როგორც ფიზიკაზე ვარჯიშობ ისე უნდა ივარჯიშო მენტალობის გაძლიერებაზე თუმცა ფიზმომზადებაში გვაქვს აი ეგ მოცემულობა რომ თუ ფიზიკურად ტიპს მაგრამ ამზადებ ის მენტალურადაც ძლიერდება და იასნია მანდ არის რა რაციონალური თვითდაჯერების ხარჯზე მაგას იძახი ხო რა რომ ხედავს რომ თქვა ვიღაცაზე ბევრად სწრაფია ვიღაცაზე ბევრად ძლიერია რომ ხედავს რომ თქვა აი თავისი ლიმიტი რაც იცოდა რომ ქონდა ის გადალახა მაგას თავისი ის მოაქვს რა შენი თავის რწმენა და ძლიერდება მაგრამ მაგის გარდა მე ვფიქრობ რომ სამუშაოა ეგ თვითონ ინდივიდის რა ანუ უნდა დაждე შენ თავთან გაიაზრო წარმოიდგინო რაღაცეები აი რაღაც ლოგიკური გაგრძელებები რა თუნდაც მოგების შემთხვევაში რა ხდება წაგების შემთხვევაში რა ხდება და აი ეს ფიქრები უნდა გადაიტანო უკანა პლანზე ეხლა თეორიულად ბაზრობ და ისე ძალიან რთულია რა და უნდა კონცენტრირდე მომენტზე რა და ძალიან ძლიერი ტიპები ვინც არიან გამოცდილ ტიპებს ვის ვეძახით ჩვენ რომ იმ გამოცდილებით ზუსტად ის ემოციები გაიტანოს გვერდზე და იქ იმ მომენტში იყოს რა პრეზენტ ტიპი უნდა იყოს და უნდა იყოს პოზიტიურ რაღაცაზე მომართული გაიგე რომ იძახიან რომ აი ისიამოვნე რა თქო შეჯიბრით თუ თამაშით თუ ჩხუბით თუ რაღაცა ისიამოვნე ვინც მაგას აკეთებს ის ძალიან წარმატებულია რა თუნდაც აი ფეხბურთელები რო აიღო ვიღაცა რა თქო რონალდინიო ხო ეთყობა რა აი სიამოვნე მას ჩალიჩებს ტიპი რა ანუ ვინც кайფობს პროცესით ძალიან დიდ წარმატებას აღწევს და ეგ სასწაულია და მაგას წვრთნელი რაღაც მომენტში ესე გეტყვის შეიძლება ციგნი წაიკითხოს რაღაც აი ფსიქოლოგებიც მაგიტო ყავთ და ახლა თავის თავს ავარჯიშებენ რა
ყურე GSP ხوازე ხარ იასნა იმის რა ქვია ქოჩორაშვილის ინტერვიუს უსმინე ერთს და მაგაზე ლაპარაკობდა რა როგორ ავარჯიშებდა თვითონ აი ამ თავის ფსიქოლოგიურ განწყობას რა რომ ანუ მანიფესტაციას აკეთებს და თავის თავთან რჩება და ანუ ძალიან მაგარია რა ანუ ვიღაცის ადრე ეგრო გეთქვა ხო ხტები ბიჭო რა აი ხო ხტები აი ზერელე დამოკიდებულება თქვა იგივე რომ თქვა ვიღაცას რო ეუბნები მაგარ სპორტსმენს ძლიერს რომ წადი შენ იოგა გააკეთე და მაიცე რა იოგა ნაშების აი ანუ ხო სტერეოტიპი უნდა გაწიო რა გვერდზე რა ძალიან მაგრა გჭირდება მოქნილობას და იოგას და პილატესის და უბრალოდ ისეთი მოძრაობები რა რომ მომენტალურად ძალმომრეობითი რო არ არის ეგრე გჭირდება მკურნალობა იმინა რა ვარჯიში მენტალობაზე და ფსიქოლოგიაზე და ეგ არის ინდივიდუალური პონტი რა მე შემიძლია რომ თქვა რაღაცა გითხრა რა წიგნი თქვა ეს წაიკითხე და იქიდან რაღაცა ამოიღო შეიძლება შენ წახვიდე ფსიქოლოგთან და იმასთან ილაპარაკო და ხო არიან სპორტული ფსიქოლოგი просто მაინც პონტი მგონია რომ სწორი თქვი რა ანუ ალბათ არსებობს სიტყვაზე რაღაც ლიტერატურა სიტყვაზე რაღაც მიდგომები მაგრამ მაინც შენი გამოსაძერწია პაბალშომშო თუ რაღაცეები შიგნით რა მენტალური საყრდენი შენი საფონელი არის ხო აი იმინა ინდივიდის ამბავი არის შენ თავთან მარტო უნდა დარჩე და გაუიასნო შენ თავს რა ეგ ყველაფერი რომ რაღაცა შიშ ანუ წარუმატებლობის შიშმა არ აჯობოს თქვათ გამარჯვების სურვილს მიხდი და ბევრი ის არის საფეხურია გასავლელი რა ესე ზედაპირულად კი ბაზრობ თეორიებში ხა მაგრები ვართ რა მაგრამ შენ ახლა რო გითხრა რომ თქვათ კეიჩი შედიხარ ვიღაცასთან საჩხუბრად შენ თავთან ბევრი რაღაცა საფეხური უნდა გააიასნო რა ეხა აქენ დავაიშედი არა შენ ცოტა ხანს ცალკე უნდა დაჯდე და გააიასნო იქ რა რომ შენი ძლიერი მხარეები შენი სუსტი მხარეები ანუ შენ თავში აიასნებ მაგას ყველაფერს რა შენ ბავშვებთან გააქვს შეხება ბავშვებთან მქონდა შეხება ეხლა არა რა ანუ ვარჯიშის სპონჩიც ხო მაგას გულისხმობ რომ კეიჩი არიან კი ბავშვებს ავარჯიშებენ სხვა ჩვენ აი ხა რატო გეკითხები რა სემპლერაზე ხარ GSP რა ანუ ლეგენდა დღეს რომ მოხსნა დვალიშვილმა მისი ტეიქდაუნების რეკორდი გაამაისვა იღლიაში ხო და ახლა რომ ხელა კარიერა და წინ კიდე გაათმაგებს მაგას რომ არასოდეს არ მოიხსნა ხო მოუხსნელი იქნება მეც ესე მგონია ხო და რატო იცი რას ყვებოდი რა ვიცით რომ ალბათ პლანეტაზე დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტიპია რა ანუ მასთან ოთახში ჩაკეტვას ხო გერჩინოს დრაკონთან ჩაკეტონ სიტყვაზე ოთახში რა აი ეგეთ კატეგორიაში გადის რაღაც ადამიანების მაგრამ მისი ბავშვობის ისტორია არის რომ თელი ცხოვრება აბულინგებდნენ რა როცა პატარა იყო და ეს იყო ერთგვარი ტრიგერი რომ დაეწყო მას ვარჯიში რომ პროსტა ყელში ამოუვიდა მიხდი და რაღაცა თავდაცვის პონჩი როგორც მაგრეგორის ისტორიას დაახლოებით ეგეთიან ვიღაცეები პროსტა სულ მაგ პრობლემებში იყვნენ და თავდაცვის პონჩი გადაწყვიტეს და მერე მიაღწიეს იმას რასაც მიაღწიეს მაგრამ იყო იქ ერთი ესეთი ასპექტი რომ ერთეულებს გამოსდით მენტალურად შიგნით დაძლიო ჩაგრულის პოზიციაო რა და გახდე არა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ჩაგვრელი, ბულერი. მიხდი? ანუ, როდესაც და ეს ხშირი პრობლემაა ბავშვების ასაკში რა, სკოლის გამო, ეზოს გამო, რაღაცის გამო, ბევრი გარემო. ხო, ანუ ბავშვების იმას რომ ბავშვი სასტიკია, ხო, ბავშვი ძალიან სასტიკია, მიხდი და მაგასაკში ყალიბდები შე მენტალურად, ძირითადად და მე ეს შიშები რაღაცები თელი ცხოვრება ან განგრევს, ან გაშენებს, ან ასე შემდეგ. ანუ, რამდენად შესაძლებელია ბავშვში აი თუ ის არის ჩაგრული რა, რომელსაც სიტყვაზე სპორტთან შეხება არ აქვს, აქ პრობლემები არ შეუძლია თავის დაცვა, სიტყვაზე ვერ ეყრდნობა მეგობრებს, რიგი მიზეზების გამო, რამდენად შესაძლებელია და ფორმულა და წამალი არის და პრევენცია არის, რომ მოვიდეს სპორტში და ეგ მენტალ შეიძლება ფიზიკურად ბრუსლი ვერ გახდეს, მიხდი, მაგრამ მენტალობა დაანგრიოს, რომ ჩაგრულია რა. ეგ ხო ის არის. ანუ აპრობირებული მეთოდი არის რა, რომ თქვათ ძაღლებზეც არ გაგიგია, რომ აი ბავშვობაში არ უნდა პატარა რო არის, არ უნდა დააჩაგროს დიდმა ძაღლმა, რომელიც მენტალობა არ დაუვარდეს და რაღაც. ყველაფრის, ყველაფრის, ანუ რეაბილიტაციის პონტი არის, როცა სპორტში მიდის ბავშვი და მე რაღაცა წარმატებებს აღწევს რა, შეიძლება იყოს ვიღაცის მორევა თუ რაღაცა სპორტში არის, ან თუნდაც რაღაც შესაძლებლობების გადალახვა რა, რაღაც ეტაპის, მაგას მოაქვს confidence, ცოტა ჩაინგლისურებული ვარ. გამოუშვი, it's okay. It's okay, brother, it's okay. ხო, ანუ საკუთარი თავის რწმენა მოაქვს პატარ-პატარა წარმატებებს და
ბავშვებშიც ეგ უნდა მოხდეს რა და ხელოვნურადაც უნდა გააკეთო ეგეთი რაღაცები, როცა პატარა არის. ხო, არის რა, ეხლა მამა რო შულს ეჭიდავება და თვითონ იქცევა რა. ხო. ვიღაცები არიან რომ არ აწნევენ მაგის საშუალებას შვილებსაც, მაგრამ ეგ პატია რომ ბავშვმა დაიჯეროს რომ ბევრი რაღაცა შეუძლია და მე რაღაც მომენტში გადალახოს. რაღაცას ან შეიძლება ვერ გადალახოს, მაგრამ ბევრად უფრო წინ წავიდეს რა, რეაბილიტაციის ერთ-ერთი მეთოდია ეგ. ანუ ის პონტი რომ შენ მისგან გაზარდოს სუპერათლეტი ფიზიკის მიმართულებით, მაგრამ ალბათობა არის რომ ეს დაჩაგრულის პოზიცია მაინც გაყვეს? არის? ისნია მულტფილმი ხო არის ლომირო. ქართული მულტფილმი რო არის, ხო ისი ლომათ რო გადააქცევენ. გული რომ მაინც იმისა აქვს, ხო. ხო, ясნია არის რა, ეგ არის, ანუ რაღაც რეცეპტი არ არსებობს რა, უეჭველი გადალახავს თუ ვერ გადალახავს, შეიძლება გადალახოს და მართლა ყველაფრის ჩემპიონი იყოს ტიპი, მაგრამ სახლში იყოს დაჩაგრული ქმარი, ვერ გაიგებს რა, ძალიან კარგი მოქალაქე იყოს და სადღაც ბნელში სადისტი ტიპი იყოს, ბავშვობის ტრავმები ძალიან ბევრ რაღაცას განაპირობებს. აი ეხლა სკაი რაღაც მაგ მიმართულებითაც მაინტერესებს რა, ხაბიბს აქვს ერთი ინტერვიუ ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს რა, რომ ყველაზე საშიშია განათლებაზე ლაპარაკობს რა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და ეს თვალზე მამამისი როგორ აძალებდა ყურანის სწავლას, რაღაცა სიტყვების გადაწერას ლექსიკონიდან და იმას ახსენებს რომ ყველაზე საშიში არისო გაუნათლებელი სპორტსმენიო რა, ანუ როდესაც ტვინი არ გაქვს, მაგრამ ძალა გიჭრის. ეს არის ყველაზე ცუდი მიქსიო, რაც კი შეიძლება იყოს. იარაღია. ხო, სერიოზული იარაღიაო რა. და ყველაზე საშიშროება ის არის რომ შეიძლება აი ეგეთი ჩაგრული ტიპი რომელიც აღმოაჩენს რომ ძლიერი გახდა, მაგრამ ამას არ გამიქსავს განათლებასთან, გახდეს აგრესორი და სასტიკი ხვდები, რომელიც რაღაცა ვენდეტის ისექნება რა, სამყაროს რო გინდა რომ გადაუხადო ხვდები. ხო, ადამიანური პონტია, რომ ძალა უფლებას რა, ანუ რა მნიშვნელობა აქვს ხა. ძალა, გაქვს თუ ძალა უფლება და რაღაც მომენტში მაგას ბოროტად იყენებ რა, ადამიანის ბუნება ხო, ის ფილმიც ხო არის ექსპერიმენტი რა ქვია. ურა მაგარი ფილმია, ორი ვერსია თუ არ გაქვს ნანახი, ესპანური და ინგლისური. შენ ედრიან ბროუდის გაქვს ნანახი ალბათ. შენ ესპანური ნახე ორიგინალი. ედრიან ბროუდი ერთ და იგივე ამბავია ზუსტად, просто ესპანური უფრო მაგარია. პირველი ესპანური იყო, მერე გააკეთეს ეგ. ხო, მანდაც ეგაა რა, ვისაც არ გინახავთ, რას უშვება ძალა უფლება. ექსპერიმენტის დროს აბსოლუტურად ისეთ ადამიანებს ჩოულების ერთი შეხედვით რა რაღაც როლებს ცვლიან ერთი არიან ბადრაგები ვითომ მერე არიან პატიმრები და რა ემართებათ როდესაც პატარა ძალა უფლება რას უკეთებს ხო და აი როგორ შეიძლება მაგრამ მეორე მხარეც აქვს რა აბა ამენ შეიძლება აი ეგეთი დაჩაგრული ტიპი იყოს ანუ ვაფშე დაჩაგრულს თავი დავანებოთ რა ძლიერი ტიპი გახდეს რომელიც იცლება ამ ნეგატივისგან და პირიქით არის რა ანუ ხო არიან ძალიან ძლიერი ძალიან კეთილი ტიპები უმეტეს შემთხვევაში კარგი მიქსი ეგ არის რა, როდესაც ძალიან ძლიერი ყოველთვის ხო ცდილობს მან დატოვოს ეგ აგრესია. ბოროტს არ ნიშნავს რა. ვაფშე უმეტესწილად მართლა ძლიერი ტიპები ვინც არიან, კეთილები არიან რა, იმიტომ რომ თავის დასამტკიცებელი არ აქვს თავის თავთან და ეკო კომპლექსია რა, თვითდამკვიდრების კომპლექსია, როდესაც არაფერი გაქვს სამტკიცებელი, ხო აგრესიაც გონია რომ ნაკლები არის. და походу საშუალო სარბიელიც გაქვს რომ დაუმტკიცო შენ თავს იქ. ანუ რაღაც სპორტში თქვათ რა, ანუ ვარჯიში ან რაღაცა იქ დაუმტკიცო შენ თავს რომ ძლიერი ხარ, დაიხარჯო და აქეთ ქუჩაში თუ სახლში თუ ოჯახში აღარ კონდეს დასამტკიცებელი. თუნდაც ეგ კომპლექსი რო გქონდეს რა. ანუ თუ ვარ მაგალითად მოკრივე და მაინტერესებს როგორი ვარ და იქ ვიხარჯები და სემენ თუ რაღაცა და ახეთ უკვე всё რა აღარ მოხს არაფერი გასაიასნებელი რა. ხო, მაგას როგორც თერაპიას თუ მიუდგები მაგრად ასწორებს რა. ვაფშე ეგრე უნდა მიუდგე მე მგონი რა. ხო, მე ჩემ გამოცდილებაზე ვიძახი რომ სიტყვაზე ბოქსზე ვარჯიშის დროს იმდენი ნეგატივი დამიტოვებია, თუნდაც მაშინ რომ მომხვედრია მაგრად, მე რო გამირტყია მაგრად გაოფლიანებულ ვარ თუ გული წამსვლია რამის, ანუ იქ დამიტოვებია ის რაღაცა ცუდი ზრახვები, ბევრი რაღაცები და სახში უფრო დაცლილი, უფრო კაი ტიპი წავსულარ მაგხრივ ლაითი, ვიდრე იქ მივიდოდი რა. მეც ეგრე სხვა ადამიანიო რა, იმინა სხვა ადამიანიო, რაღაც პატარა წვილმა რაღაცას არ გამოეკიდები და ანუ დადებითად უყურებ ცხოვრებას რა. არის რომ შეიძლება უვარჯიშებელი ყოფილვარ და ვიღაცას აი ყურება რომ გაღიზიანებს და რაღაცა და მეორე შემთხვევაში აი პირიქით რომ უღიმი რა. ის საგაიფოთ რომ ისხლიტავ მაგ რაღაცას რა, იმიტომ რომ
გაიასნებული გაქვს შენ თავთან ძლიერი ხარ თუ რაღაც ის მისია გაქვს შესრულებული და არაფერი დასამტკიცებელი არ გაქვს და რაღაც აგრესიას პირიქით სიყვარული და დადებითად უპასუხებ რა. და ბავშვებს ყველათ აქვე ჯანსაღი ცხოვრების წესი რა ჯანსაღი მარტო მაგას არ მოიცავს ეგ მენტალურადაც ჯანსაღს გულისხმობს რა. ეგეთი მიდგომა კაკრას ჯანსაღი მიდგომა არის და მაგასაც გიჯანსაღებს რა. რატო გეკითხებოდით ის სამი შვილის მამა ხარ. სპორტზე ვბაზრობთ ანუ სპორტი რამდენად ეფექტი აინ ტიპი არის მაგაზე ვბაზრობთ. ხო, ბავშვების თემაში რა. სპორტია რომ მაგის გარდა დისციპლინას ასწავლის, თავდაბლობას ასწავლის, პატივისცემას ასწავლის, ვიღაცის არ დაჩაგვრას ასწავლის, ანუ ძალიან ბევრ რაღაცას ასწავლის სპორტი, გარდა მაგ მენტალური იმის რაღაც შენ თავთან გაიასნებისა, რომ შევინხარ და რა ხარ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობასაც მაგრა გასწავლის, იმიტომ რომ ვაფშე სოციალური პონტი ხო არის? ყველა პონტში. ინდივიდუალურია. თუ ტყეში მარტო არ ვარჯიშობ, ხო? ხო. რაღაც ფილმები ხო იყო, ჯეკი ჩანს რაღაცა. მარტო რო ვერტალიოტი რო ჯდება, გენერალი რო გადმოდის და გჭირდებიო რო გეუბნები. გახსოვს? ფიფია ვიღაცა თუ არა, ფიფია რატო? გურავა ფიფია გამახსენდა. ხო, ვიღაცა გურა ეს მაჯებზე რო ხტებოდა სახურავი და რო ინტრო, ჩვენ ბავშვობაში უყურებდით ხოლმე, ხო? ეგ გონია რომ ასოციალური კაცი იქნება. თუ ეგრე გააგრძელო, იმედია ჩამოხვედი ერში ძმაო და კარგად ახალ. ხო და რატო კითხე, იცი სამი შვილის მამა ხარ რა. და ორი ვაჟკაცი, ერთი ანგელოზივით გოგონა ყავს, მე უკვე დიდია. და მამეთ აქეთ და გაგა გავარჯიშებს რამე რო იყოს ისეთ ხოთზე არის. მე ეხლა ჯერ პატარა 2 წლის არის რა. არ ვიცი რა გზებს ხო ანუ რას ვფიქრობ იცი ვიხსენებ ჩემ ბავშვობას ჩემ შიშებს ჩემ რაღაცეებს რა ჩემზე როგორ მოქმედებდა სკოლა როგორ მოქმედებდა უბანი ასე შემდეგ ანუ მე გამიმართლა ის რომ გახსოვს როგორი უბანი ქონდა რა გახსოვს სკოლაც იქვე ქონდა და ანუ რაღაცა სხვა შეკრული სპორტის სასახლე გვაკლდა ხო წეჩი რა ეგ პონტი იყო და თან ჩემპიონების უბანი იყო რა რაღაცა იქ ძიუდოს ჩემპიონები ყველა და პონტი ის იყო რომ თან წლები სხვა იყო რა სხვანაირი იყო სიტბოტრიალებდა იქ და სხვა რაღაცე მე არ ვიცი ეხა რა ხდება და ეს ბავშვი მალე უკვე ბოდიში რომ გაწყვეტინებ რაღაც აი ცოტა გამრუდებული რაღაცებით არ გძიდნენ აი გუდიანი მოვა ვისარდიდნენ მაგთავობაში გუდიანი მოვა და ეს და ყველა პონჩი მაგრამ ეგ ჩვენი ანუ გარადოკის სენი არ იყო თქო მაგას გულს ეგ მაშინდელი საქართველოს სენი იყო მაგ დროს სენი იყო რაღაცა შიშებს იწევს რა რაღაც გაურკვევლობას ბავშვი და მე ხოიოზნაით სად ამოტივდება ეგეთი რაღაცები მაგრამ ადამიანი ხო ხვდები რომ მაინც არ იცვლება სიმნელის ყველა პონჩი გეშინია უფრო გაურკვევლობის გეშინია რა ხო და ეგ თუ ჩაუღრმავდები სიბნელის რატო გეშინია უნდა გაიგო სიბნელე როგორც ფენომენი სხვა გეშინია სიბნელეში რაღაცის გეშინია რა ეს პროსტა სიბნელის იშვიათად გეშინია თუ ვაფშე თან დაყოლილი ყველაფერი ბავშვობიდან მგონია რა ხო და მე მგონია რომ ჩვენთან რაც იყო არასწორი იასნია მგონია კი არა ეგრე არის რა მე ჩემ შვილებთან სხვანაირად ვიქცევი რა ეგრე არ ვაშინებ რაღაც ეს ახლა მოვა და წაგიყვანენ თუ არ შეჭამ ხო სოლი მახინჯი გეყოლება თუ ბოლომდე თუ არ უასუფთავებ არა ეგ ორი აზრი არ არის რაღაცეები ძალიან წინ წავიდა გინდა აღზრდის მეთოდიკაში გინდა სხვა ასპექტში მაგრამ რას გულისხმობთ რომ ადამიანი მაინც არ იცვლება რა იცვლება გარშემო დეკორაციები და იმის ადაპტაციას ვახდენთ აი რაც შენ თქვი უკვე ადაპტაციაა პროსტა რაღაცეების მაგრამ ის რომ ძლიერი ყოველთვის დაჩაგრავს უბრალოდ რაღაცა სუსტი უფრო ჩაგრულია ვიდრე ძლიერი აი ეს რაღაცა ობიექტური რეალობები ყოველთვისაა რა რომ უძლიერესი გადარჩება ხვდები თვით გადარჩენის ბრძოლა ყოველთვის და მე ხა როგორც რაღაცა 2 წლის ბიჭის მამა რომელიც ალბათ 4-5 წელიწადში უკვე სკოლაში გაუშვებ ეხა მანამდე ბაღში გაუშვებ და ვიცი რომ ესეც შეასკდება რაღაცა პრობლემებს რასაც აუცილებლად უნდა შეასკდეს დაჟე ვთვლი რომ მისი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი არის ვერ ხვდები რა გავაკეთო უბრალოდ რაღაცეები ესე ვიცი მაგრამ აი როგორც იმიტომ კითხე რა სამი შვილის მამა მე მახსოვს მე როგორ დაიბადა და მაშინ იყავი პატარა, აი მენა პატარა იყავი. მე ხეხულ მდგომარეობაში ვარდები რომ უყურებ მაგ ვიდეოს რა სამშობლოში შედიხარ? ეგ ვიდეო, აუ ეგ ყველა ვიდეო მაგ რა მაგარი ვიდეოები, თეთრი რაღაც კურტკა რო გაცვია და ხო, მოკლედ პატარა იყავი რა. ხო, რამდენისა 17-18-ის ხო ცოტა ეგრე? ხო, აი მოკლედ რა. ხო და ეს მგონია რომ შენთანაც მამობის ახმა წლებთან ერთად რა თქმა უნდა კიდე ტრანსფორმირდა და სხვანაირი გახდა რა. აი ეხლა ამ გადმოსახედიდან ამ ბაგაჟით რაც თავში გაქვს სპორტულით, ადამიანურით ასე შემდეგ. მე როგორც დამწყებ მამას
მაგრამ არა პატარა ასაკში ხვდები მე ბევრად მეტი მომეთხოვება როგორც მამას სიტყვაზე სწორად გამიგე ვიდრე 20 წლის ივიკოს მოეთხოვებოდა იმ ეპოქაში რა მე მაგას არც ვფიქრობდი ახლა ხო ანუ რეალურად 35 წლისა მე უფრო მეტი რაღაც უნდა გავაკეთო ეხლა რა ამიტომაც რას მირჩევ როგორ დაულაგო ან დამწყებ ეხა მამებს რა რომელიც ჩემ ასაკში ხართ ფიქრობთ რომ თან აი ეს გასავლელი აქ ბიჭია თან სპორტიც გინდა რომ მის ცხოვრებაში ფიგურირებდეს თან არ გინდა რომ ძალიან მოწყდეს რაღაცას ისიც იცოდეს ესეც იცოდეს რა ჯობია სად მივიყვანო რა ხალხში ვატრიალო რას მოვარიდო პირიქით აი ხა რა სიზავდი შენ ჩემ ადგილას რა არის აი სამთო ქიმიაში აი გეთის შევა რომ მოქს ანუ ქუჩის სამთო ქიმიასთან მარჯვნივ არის საოცარი მაღაზია მე კითხები რომ ანუ სპორტში მივიყვანო თუ არ მივიყვანო არა რომელ სპორტში მივიყვანო ბიჭო აი ეგ არის როგორი პონტი იცი მე მაქვს პონტი ხო ის ბოდიში გაწყვეტინებ ბოქსი იმიტომ რომ მაგრად უნდა იქნევდეს ნეტა მე მეველო მაგასაც მაგრამ ვერ ხვდები ანუ რამდენად სწორია რა ხვდები რა მაგას და მეც ვფიქრობ რომ ბოქსზეც მისაყვანია ბავშვი მე ვფიქრობ რომ რაღაც სხვადასხვა რაღაცები უნდა ცადო და უნდა ნახო ბავშვი რა უნდა რა თორე შეიძლება გინდა იქ რომ მიიყვანო არასწორი არის ეგ რა ხო არიან რა ვიღაც ჩემი ძმაკაცები არიან ჩემი შვილი იმინა მაგარი ფუტბოლისტი უნდა გამოვიდეს და რამე და ეგრე იზახდნენ ჩემზე მაგარი წყალბურთელი უნდა გამოვიდესო და რა წყალბურთელი და რა სულ არ ვიცი ახლა და რა იურისტი აი ზომას გაფს ანუ წყალბურთელის ვიყავი მართლა 7 წლიდან 13 წლამდე და იურიდიულის დავამთავრე მაგრამ პროსტა ანუ რა შუაში ვარ ხო ხტები აი ანუ არ არის სწორი რა ანუ ცოტა ექსპერიმენტი უნდა ჩაატარო რა სხვადასხვა რაც უფრო მეტი არჩევანი აქვს ტიპს ბავშვს თუ ადამიანს თუნდაც მოზარდს რო აბარებს სადღაც ბევრი ალტერნატივა უნდა კონდეს რომ სწორი რაღაც აირჩიოს ბევრი რაღაცა უნდა ნახოს რომ სწორი ნაბიჯი გადადგას რა და მე ვფიქრობ რომ მარტო ბოქსზე კი არ უნდა მივიყვანო რა თქმა უნდა კარგია კრივდა თავის დაცვა ისწავლოს თქო სურვაზეც უნდა მიიყვანოს რაღაც განვითარების სპორტული განვითარების ხო რაღაცა ვფიქრობ მე თვითონ გეტყვის რა ბავშვის ემოციები და რაღაც ეგ გატანილი გოლი რო ბევრად მაგრა უხარია ან ნაკლებად უხარია და დადებული ლელო რო ბევრად მაგრა უხარია მიხვდები რა ბიჭო მე რა მაშინებს იცი აი ეგრე არჩევანის თუ რამე კონკრეტული გაინტერესებს ვკითხე აი უყურე აი მე ვიხსენებ ჩემ თავს რა ბიჭო რაღაცებს როგორ არ მგონი ხარ გინეკოლოგი აი პირველ ტრიმესტრის ყელყურცხვირი უყურე ჩემ თავს ვიხსენებ კიდე რატომღაც არასწორია რომ ჩემ თავს რეტრანსლირებ ამბავში აბსოლუტურად ვიაზრებ მაგრამ უბრალოდ ჩემ შიშებს ვიხსენებ რა მე სკოლაში რომ მივედი მაშინ ყველა დავდიოდი მთელი გარადოკი ვაჟაზე იყო აიკიდო სექცია რა გახსოვს აი რაღაც სამედიცინოსთან იყო მთელი გარადოკი დავდიოდით მანდ ოთარ გრძელიძე იყო ტრენერი მახსოვს რა და ყველა მიცოდით ეს რაღაცეები რა ავიკიდეთ იმე ნასკებით ვარჯიშობდით თუ რაღაც ფეხზე არ ვიხდიდი იმიტომ რომ ციოდა და მოკლედ ანუ რაღაცეები ოდნავ მქონდა რომ ხელის მოქნევა ბავშვურად ვიცოდი თუ რაღაცეები მაგრამ არავის არ უკითხავს ჩემთვის რა პროსტა წამიყვანეს და მიმიყვანეს კარატეს არავითარ გიტარა მინდოდა მიხდი და გიტარა სახში იდოდა მამაჩემა გაყიდა მეორე დღეს ანუ მაგალითად ხო და ბავშვებში გიტარა გინდა და ზოგადად სახში იდო გიტარა ყოველდღე ვაჩხაკუნები და ზუსტად მახსოვს რომ მამა გიტარაზე შემიყვანე მეთქი და მეორე დღეს გაყიდა გიტარა და კარატეზე შემიყვანე აგარი კაცია რა გინდა გიტარის დედამამი ხო ნუ აი პონტი გამოსცა რომ გავამადგა რაღაც პონჩი კარატე მაგრამ რას ვიძახი აი ხა მე რო შევიყვანო ეს ბავშვი იმიტომ რომ პირველ კლასში აი ვინმე თუ რაღაცა თავი არ დაიჩაგროს და მითხრას რომ არ მომწონს და მომწონს გიტარა სიტყვაზე მე არ გავუყიდი გიტარას აგერაა და აჩხაკუნოს მაგრამ მე რო პრობლემა გაეჩითოს და რო შევამჩნიო რომ აი თავდაცვის პონტი მან როგორ გამოვიქცე ვაფშე მაგის გარანტია არ არის რა ეხა შენ რომ მართლა ბავშვი მიიყვანო MMA-ზე კრივზე ჭიდაობაზე და კიდე არ ვიცი რაგბზე და ესეთ სპორტებზე ეგ შენ გონია რომ გარანტიაა რომ თავს დაიცავს შეიძლება მართლა სკრიპკაზე მიიტანო და ძალიან რაღაც ხიშნიკი გაგეზარდოს რა ისე რომ ვერც მიხვდე რა მან და ალბათ არის კომუნიკაციის ბაზარი არის და შენ როგორ ანახებ სამყაროს შვილს რა და მაგაზე უნდა კონცენტრირდე რა როგორც ცოტა უფრო ცოტა ხნის წინ გამختარი უფროსი მამა ხო იასნა იმიტომაც გეკითხები იასნა ხო რომ просто სამყარო უნდა გააცნო უფრო უკეთესად და უთხრა კეთილი და ბოროტის გარჩევა იასნია და კარგის და ცუდის და მერე ყველაფერი რა სამყარო უნდა ეცადო რომ
თავიდანვე გააცნო როგორია და რანაირია და პახოდო რაღაც ალტერნატიული გზები უნდა აჩვენო ყველაფერში რა არ უნდა იყოს რომ აი მარტო ეს არსებობს ბევრი რაღაცა არსებობს და თვითონ გააკეთებს ბევრად სწორ ნაბიჯს ვიდრე შენ გონია ეხლა რა ეხლა მშობლების სცენი არის ვაფშე რა ეხლა შენ ხარ იმ როლში რა იმ მშობელი მაგრამ შენზე უკეთესად იცის შენ რა გინდა რა და რა სწორია ეგ რა რამე კონკრეტულის შენ ფიქრობ რომ აი არ დაიჩაგროს პონჩი ბიჭო ხო არ მინდა რომ რაღაცა რა თავიდანვე მინდა რომ შიგნით განვითარდეს ეგ ნაკვერჩხალი რა რომ აი კაროჩი თავის დაცვის ის კონდეს რა სპორტული ჟინი და ეგ რაღაც სირთულეების გადალახვა და რამე სპორტი არის ძალიან მაგარი გზა მაგისთვის რომ ასწავლოს კაიგე და ცხოვრებისეულ რაღაცებსაც სწავლობს ბავშვი მაგრამ походу შენ კომუნიკაციაზეა ძალიან ბევრი რაღაც და დამოკიდებული რომ შენ როგორ აუხსნი და походу შენ რა როჟახა რა შენი მაგალითი რა მე რო ხედავდეს რომ მამას ვიღაცები ჩაგროს და ნორმა არის ეგ თვითონაც ჩათვლის რომ ნორმა არის და შენ რო ელაპარაკები რომ ესე არ არის და დასათმობი ეგ უნდა დათმო და სადაც არ არის იქ არ უნდა დათმო თავისით ხდება ეგ რაღაცები მე მგონი უღა ნერვიო რა ვიცი იმედი გიჟი დედები რო არიან ხო ისი ვაიმში რო ის არ შეჭამდა რაღაც ეგრე ხარ მე მგონი ბიჭო იმდენად ახალია ხო რომ ეხა იმენა აპეს ამაკ 20 საათიანი აფექტი მაქვს წვეთში არა და შენ რო ნერვიულად ეგრე ანუ რა აზრი ქონდა რომ ეხლა შენ მისული არანაირი წვეთში ანუ შენი პონტი იყო რა და ვაი ჯოჯოხეთში გავატარებ ვინე ბავშვობა მაშინ უბრალოდ გაასწავლა და მშობლებმა რომ ესეთია ცხოვრება და მე შენ თვითონ მიხვდი რა რომ ჩაგრულის როლში ცუდია რა შენ პირშაქარ იმედია წლების მერე კიდე მე არ ვიცი რამდენი პოდკასტ რო ჩავწერთ უკვე სტაჟიანი მამა რო ვიქნები რა მე რამდენი წელი გავიდა რაც პირველი პოდკასტი ჩავწერეთ 4 მე 4 არის ეს ანუ პირველი წლის მე-10 პოდკასტი იყო მე და შენი ეს არის 159 მე-5 სეზონია საღოლის შენცმო ბრავო მართლა იმიტომ რომ შესადა აი მე-3 მე-4 მე-7 მოსვლა მე-1000-სკენ რო ვიქნებით მე ნახე აი რო გეჩლიჩინები მოუხდება აკაურობა სიბერე დამიჯე მეტი გამოცდილება იქნება წვეთში გეუნე ვებრები რო ზივარ ნარც რო თამაშობს პროტესტ რო იღებ და აქ ესე დაადებ წვეთში რა Patreon-ი ეს არის პლატფორმა, რომელსაც დამატებით იყენებენ კონტენტ კრეატორები, რათა მათმა გამომწერებმა შეძლონ დამატებითი დახმარება და ექსკლუზიური კონტენტი მიიღონ ამ პლატფორმაზე. Patreon-ზე თუ გადმოხვალ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჩემი როგორც კონტენტ კრეატორის დახმარება გსურს, რადგან შენ იქ subscription-ს ყიდულობ. Subscription-ის ფასი $5-ია. ეს თვიური გადასახადია, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლია გააუქმო. სამწუხაროდ ეს მინიმალური თანხაა, თორე ამაზე ნაკლებს დავაყენებდი ფიზიკურად იქ ვერ დააყენებ, რასაც რეკომენდაციებში გეუბნება, ეს არის $5. ამ $5-დან გარკვეული პროცენტი თვითონ Patreon-ს მიაქვს. რაღაც ნაწილი რჩება კონტენტ კრეატორს, ანუ მე. არხზე ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც დონაციას აკეთებს ხოლმე და მე მხოლოდ მადლობით შემოვიფარგლები. ასაგები რომ თქვენ შეიძლება სხვა მოლოდინი არ გაქვთ, მაგრამ თუ მაინც სიტყვაზე დონაციას აპირებდით, ეს არის იდეალური საშუალება, რომ იგივე მინიმალური დონაციის, ანუ იგივე subscription-ის სანაცვლოდ თქვენ მიიღოთ ექსკლუზიური კონტენტი. ახლა კი რა დაგხვდებათ ჩემს Patreon-ზე, რასაც ვერ ნახავთ სიტყვაზე YouTube-ზე. პირველ რიგში ჩემი პოდკასტის აუდიო ვერსია გადაბარგდება Patreon-ზე. უკვე ატვირთულია 148-ვე პოდკასტი, შენ შეგიძლია შეხვიდე და მოусმინო. ასევე Patreon-ზე subscription-ს თუ შეიძენ, მე და შენ პირადი ჩატი გვეხსნება. ჩვენ შეგვიძლია ვიკონტაქტოთ უპრობლემოდ. მესამე, გადავწყვიტე რომ Night Talk-ის ლაივები გადავაბარგო Patreon-ზე, რადგან Patreon-ს აქვს live stream-ის რეჟიმი. მეოთხე, რისთვისაც შეიქმნა Patreon-ი, ესაა რომ სერიალი, რომელიც დაგეგმილია და აპრილის ბოლოს დაიწყება გადაღებები, მთელი making of-ი, ინტერვიუები, მილიონი საინტერესო რამ, რაც კადრს მიღმარჩება ხოლმე, ასევე აიტვირთება Patreon-ზე. თუმცა, გადავწყვიტე რომ კიდე დამატებითი კონტენტიც დავამატო. იქნება ანიმეს რევიუები, იქნება ფილმების რევიუები, ანუ რჩევები რა გამოვიდა ახალი, რის იყურება ღირს, რის იყურება არ ღირს, მოკლედ პოპ კულტურის გარშემო ძალიან ბევრ კონტენტს შემოგთავაზებთ ექსკლუზიურად.
სულ დამოუწყდა მე თქვა ასე ვიქნება გათამაშება. როგორც კი პირველი 100 subscriber-ი შეიკრიბება, გათამაშებასაც ჩავატარებ და ეს მიიღებს მე სისტემატიურ სახეს. ერთი სიტყვით ეს არანაირი ვალდებულება არ არის. აბსოლუტურად საკმარისია ის, რომ შენ აქ ხარ YouTube-ზე და მიყურებ. Patreon-ი მხოლოდ იმისთვისაა, ვისაც სიტყვაზე დამატებით დახმარება უნდა გაუწიოს თავის საყვარელ კონტენტ კრეატორს. მხოლოდ ამისთვის. Patreon-ის აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივია. სიტყვაზე შეგიძლია iOS-ზე, Android-ზე შეხვიდე და Patreon-ი ჩაწერო და გადმოიწერო. თუ სახლიდან მიყურებ და კომპიუტერში გაგახსნილი ხო, ძალიან მარტივია. ანუ უბრალოდ ჩაწერე Patreon-ი. თუ ამის მერე აპირებ, რომ აღწერაში გადახვიდე, ლინკს დააჭირო და შევამიერთე. წინასწარ დიდი მადლობა. აი ეხლა კი გაკოცეთ ისერში. იმ დღეს ვიყავი ვლოგი ვინც ნახეთ, ხო ნახეთ, ვინც არ ნახეთ, ეხლა გეუბნებით, იმ დღეს ვიყავი Cage-ის, Cage Night-ებზე ადრეც მქონდა რა, გაკეთებული რაღაცებ გადამიზიარები, შეიძლება გინახავთ, აი ხა ამის გულაობას რო გავს რა, ივიკოს აქ Cage-ები, ვინც არიცით, ივიკოს Cage ესე ქვია, არის მაღლივში, არის სახლში აქ, ერთი სახლის ეზოში არის, ერთი საძინებელში აქ, ხო და თავიდან რაც იყო რაღაც ახალი ფორმა, თან გულაობის და თან ვარჯიშის. რა წარმოიდგინეთ სიტყვას ბასიანზე რო შეხვიდე და იგივე ვიზუალები რო იყოს, იგივე DJ რო იყოს, პროსტა რო ვარჯიშობდეს კამანდა რა და ჯანსაღი კოქტეილები და რაღაც, ანუ ძალიან დერსკი ფორმა იყო. მაგრამ იმ დღეს რაზეც მოვედი, მოდი მაგაზე ვილაპარაკოთ. ეგ რა წამოწყება არის, რაც დაამატე. Cage Games-ზე. მზად ხარ? ისე ვიტყვა დამის რომ მზად ხარ. დავაი გამოვიშვი. სიგარეტს მოვუკიდე და ჩაცექი და მე წყალი ნახმაქრო პლედი დავიფარე და გისმე. Cage Games-ი არის ახალი პროდუქტი გავაძრეთ რა, ხო, სულ ფიქრობ როგორ განვითარდეს Cage-ი სხვადასხვა მიმართულებით რა. ჯერ Cage Games-ზე ვილაპარაკოთ და მე Cage-ზე მოგიყვები ვაფშე საფხულის მე როგორც შევცვალე და რა მიდგომით რაღაცა. დავაი. რებრენდინგი კი არ გავაკეთე, მაგრამ აი რესტარტი გავაკეთე რა, რებრენდინგი კიდე სხვა ეს არის რა. თემა რესტარტი კარში დავისვენ 1-18 დღე. მე მგონი არ დამისვენია მაგდენი არა სხვა ის. უბრამდენი დაუსვენია 18 დღე. ხანს ბოლზე ვარ, ხან იქ ვარ, ხან აქ ვარ და კარში დავისვენე რა. მაგრა დავიღალე და ჩვენაც მაგაცმა მითხრა წადი დაისვენეო, მაჩხა რაღაც საგზური რა. წავედი და დავისვენე და ჩამოვედი აი გასუფთავებული ტვინით და მაგარი ოპტიმიზმით და როგორ გავიშლე, იცი, როგორ უყურებ Cage-ს. ის განვითარებას, აი თამაშებს თამაშობ, გეიმერობ. შენ როგორ არ გეიმერობ? ის არ ლაპარაკები. აუ, ის თამაში, მაგრა გევასება შენ, ხო? რომელი? აქ რო არის, რა ქვია? პატარა კაცი რომ მოძრაობს. სულ ეგეთ თამაშები, სულ პატარა კაცი მოძრაობენ. Inside-ის დახურული მაგ Limbo-ს, Nightmare-იც, ყველაფერი რა. აი, მე ვიგაზეთ მაგას. ხო და ანუ განსაცვალ თამაშს რო თამაშობ, მან წარმატებები ხო გისურვებ. რო ალეველებ და ალეველებ. Cage-ზე რა. იმინა ამაზე მაგარი გასასვლელი თამაში არ არსებობს. ჩემ ფსიქოლოგიურ იმას დამოკიდებულებას გეუბნები, როგორ შევხედე Cage-ის განვითარებას, რომ აი აქ უნდა გავიდე და stage-ებად მაქვს რა. აქამდე რაც იყო Cage იყო რაღაც აი ძმაკაცური, მეგობრული, კი მე ვავარჯიშებ რამდენი წელია ახლა მწვრთნელი ვარ და ვავარჯიშებ ხან თუშას ვამზადებ, ხან ნაკრების მწვრთნელი ვარ, ხან ხან რეკლამაში რო გავამიგდეს ჩემი თავის. მანდ ვარ, მაგრამ Cage-ს როგორც აი ბიზნესი რო განვითარდეს და განვითარდეს თვითონ როგორც კომპანია და პახოვდო ეს ინდუსტრია რო განვითარდეს, ეგრე შევხედე რა. და რაღაცაში მომბეზდა, ანუ Instagram-ზე ან სოციალურ ქსელში რო შედიხარ და რაღაც კომერციული დარბაზების ხედვა რაც არის რა, თქვით, რეკლამები რაც არის, იქ თემატიკა რაც არის, რასაც აჩვენებს ეს ხალხი და აი რა მსოფლმხედველობითაც ეგენი სარგებლობენ და ვაფშე აი ფიტნესი რაღაცა სტანდარტებში ხوارი მოქცეული და მე მინდა რომ კარგი ეგ სტანდარტები დავარღვიო, ოღონდ რა თქმა უნდა დავაპროგრესო რა. შეიძლება ცოტა ამბიციურად შეღერს ეგ რომ აი მე მინდა ეს ინდუსტრია, მაგრამ რატო არა? ანუ რაღაც პროდუქტები მოგვიტანეს ჩვენ, თქვათ აი ეს წყალი არის ეგეთი. მე თუ შემიძლია რომ ეს წყალი უფრო სასარგებლო გავხადო, უფრო სასარგებლო ფორმით და დაუტოვო მომავალ თაობას უფრო კარგი, რატო არა? რატო არა? ხო, როგორც მობილური იხვეწება და რაღაც ტექნიკა, ეგრე შეიძლება რომ ნებისმიერი პროდუქტი დაიხვეწოს.
და გადავწყვიტე რომ სპორტი და ხელოვნება ცოტა გავაერთიანო და სხვადასხვა მიმართულებით განვავითარო KG რა. ეხა KG რა არის? KG რაც იყო ხო გითხარი, აი ცოტა მეგობრული პონტი იყო და ვიღაც გარკვეული ტიპები, ნუ ტიპებს ვეძახიას ჩემი ძმაკაცები, ვინც არიან სპორტული მიმართულებით ვითარდებოდა, აი ეგ პონტი იყო, როგორც ბიზნესი არ მუშაობდა რა. და დავიწყეთ ფიქრი როგორ განვავითარო და დავჯექით რა მე და ჩემი მეგობრები ჯგუფი ვართ, რომლებიც ფიქრობთ რა სტრატეგიულად როგორ უნდა განვავითაროთ, როგორ უნდა მოხდეს თქვათ ხელოვნება, როგორ უნდა შემოვიდეს სპორტში, თქვათ რემონტს ვაკეთებთ ახლა რა და თვითონ დიზაინიც ეგრე მაქვს აღქმული რომ იყოს აი ცოტა ვინტაჟური სტილის CrossFit-ის დარბაზი და თეატრის ესთეტიკა იყოს და რა მაგარი გალერეის კედელი იყოს სადაც ნიჭიერი მხატვრობის ნამუშევრები მე ვნახე ნამუშევრები კი ხო მაგრამ ეგ რა არის ეგ არის ახლა ჩვენი მიტანილ დაკიდებული პონტი ხო და მაგის რემონტს რო დაასრულდება მე მივხვდები რომ ეს ეხლა შემაღლივზე ამბო ხო ეს იდეა ოღონდ ბევრად უფრო ნავაროჩენი და დიდი მასშტაბის რა KG გარჩე იცი რომ მე დავიწყე ჩემთან სახლში და ეზოში მე შევქმენი და მე ჩამოყალიბდა როგორ ისე რომ ხალხია KG რა ჩემ გარშემო ვინც არის ჩემი მეგობრები რომლებიც მიხვდნენ იდეას KG-ს და KG არ არის კომერციული დარბაზი რა KG არის სავარჯიშო კლუბი ქართულ ტრეინინგ კლუბ ინგლისურად ესე კარგად ჭერს რა რომელსაც ბევრი მიმართულება აქვს რა ერთ-ერთი მიმართულება არის KG Games-ი ერთი არის თქვა KG Night-ი და KG გაიჩნდა ხალხი კომუნა რომლებიც არ ვაჩვენებთ რას იცი ჩვენ არ უდგავთ იქ სიტუაციებს რა ეხლა ავიყვანეთ თქვა სხვადასხვა თანამშრომელი რა სოციალური ქსელების თუ სოციალმედია კონტენტ კრეატორი ოქრობიჭია გიორგიზე ამბობ ხო გიორგი არ არის გიორგი ვიდეო მხარე ხო სუპერ ტიპია და ძალიან გემოვნებიანად აკეთებს ჩვენი სტაფის განუყოფელი ნაწილია იგივე ანას იცნობ ჩემ მეგობარს რომელიც კრეატიული დირექტორია ქეთო არის ჩვენი მწვრთნელი არის პახოდო კონტენტ კრეატორია ის კრეატიული დირექტორია სწორად კაი სტაფი ხარ და პახოდო მწვრთნელები დავიმატე რა 9 მწვრთნელი ვართ რა ეს მწვრთნელები რომ ძალიან მე ამბიცია მაქვს რომ ჩვენი მწვრთნელები იყვნენ ძალიან კვალიფიცირებულები ვარჯიშის და სერვისის მიწოდების ხარისხი იყოს ძალიან მაღალი რა და არ იყოს ეს რაღაცა პროსტა სიტყვებს რომ არ ახუნებენ რა მოდი ჩვენთან პროტეინი მიირთვით და ნახშირწყლებს მოუკელით არა აი რომ მოხვალ მიუხედავად იმისა რომ ცოტა გაურკვეველი დიზაინის დარბაზი იქნება სადაც ხელოვნებას არის და ვერ მიხვდები მაგრამ მე მიხვდები რა რატომაც ხდება ეს ყველაფერი მინდა რომ ვარჯიში იყოს 3-დე აყვანილი ხარისხი და მაგისთვის ყოველდღიურად გქონდა სემინარები და ეხლა კვირაში ერთხელ გვექნება სემინარები და სულ პროცესი არის რა ანუ ეს სემინარი ესე არ მთავრდება რომ თქვათ რაღაც გავიარეთ და მორჩა რა სულ მწვრთნელები არიან მუდმივი განვითარების პროცესში რა აქედან გამომდინარე რომ მოხვალ ნებისმიერ ვარჯიშზე და ბევრი ვარჯიშების რიგი შევქმნით რა ყველა მე მისნობს როგორც CrossFit-ის მწვრთნელი და ფიზმომზადების მწვრთნელი და KG იყო ივიკო და ეგ მიმართულებები ეხა სხვადასხვა ვარჯიშებს ვაკეთებთ და პერიოდულად ვამატებთ რა მაგალითად გოებში ხა ძალიან პოპულარულია რა ეს საჯდომის ვარჯიშები ცალკე არის hit workout-ი არის high intensity interval interval workout რა hit რა სადაც CrossFit-ული პონტი არ არის რა ვიღაცებს ხო ეშინიათ რომ წონები და რაღაცეები და ძადი დატვირთვა და იქ არ არის ფუნქციური მოძრაობებია ფუნქციონალური რა მაგრამ CrossFit-ი არ არის რა ასევე გავაკეთეთ CrossFit დამწყებებისთვის და შენ რომ მოხვალ მაგალითად და წარმოდგენა გაქვს რომ შენ ჩვენსავით მე და თუ შესავით მოგიწევს ეგრე არ მოგიწევს რა ჯვარი მეწეროს თავარი ჩვენი მიზანი ხარ რომ მოდიხარ არის ის რომ
რაღაც უნარები, რაც სჭირდება, რა თქვა მოძრაობის უნარი, რაღაც მოძრაობები რა, ეს გასწავლოთ ყველაფერი და ეს ინტენსივობა მე შემოვიყვანოთ. ასე რომ საში არ არის რა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა განურჩევლად ასაკისა და მდგომარეობისა. შეშემო პირის მოვა და აუცილებლად დააპროგრესებს რა. ნამ განვავითარებთ მაგ მიმართულებით რა და დიდი არჩევანია რა. ცოტა ხანში გვექნება after office, ანუ ვინც დიდი ხანი ოფისში არის, ეგეთი კლასი და ბევრნაირ კლასს ვამატებთ და მაგ მხრივაც, ანუ დიდი არჩევანი ექნება ადამიანს ვარჯიშის კუთხით რა. შენ ორზე გაჩერ თუ მესამე კეიჯიც იქნება? არა, ჯერ ეს უნდა გავხადო მე ქაიმინა რა. ანუ იდეა, მთელი კონცენტრაცია მაინც მეორე კეიჯზე ან მაღლებზე როგორც მივხვდი, ხო? რა, თესეუსთან რაც მაქვს გაკეთებული, მაგაზე ვლაპარაკობ. ხო და ჩვენი პონტი რა რომ ავხსნა რა ეს კეიჯი რაც არის კომუნა, რომლების ვიძახით რომ რაღაც ლიმიტებს დავარღვევთ და ჩვენი სლოგანი არის cross the line ქვია რა, გადაკვეთე ხაზი. და ეს ხაზის გადაკვეთა იმას ნიშნავს რომ ვიღაცისთვის არის ლიმიტი რა, ეხლა მაგალითად შენთვის შეიძლება იყოს რომ 100 კილო ავწიო bench press-ზე დაწოვრილზე რომ აკეთებ. ვიღაცისთვის არის რომ რაღაც კომპლექსისგან განთავისუფლდეს და იგივე ტრაუმისგან რა, რაც ქონია ბავშვობაში თქვა და ვიღაცას ურთიერთობა უჭირს ადამიანთან და თქვა მაგისტვის წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება რომ თქვა გიორგი ვარდოსაინძეს რომ დაინახოს დაელაპარაკოს ცოტა ხანს გესმის? ანუ ხო არის ინტროვერტი ტიპები, ვისაც ურთიერთობა კი, კაცო, კი. შტაბი არის, კაროჩე რა. ცოტა fight club-ივით ტიპი არის. ეგვაივია აქ რა. და არის რა ცოტა ძალიან შინაურული პონტია, ოჯახური პონტია, უბნური პონტია, რა უშუალო პონტია, ეგრე ვლაპარაკობთ ხალხთან, რა როგორ ენითაც ახლა მე ვლაპარაკობ, ეგრე ვლაპარაკობ და რაღაც ყლეობებს არ ველაპარაკები რა, ვიღაც არ მინდა ახლა ხოებზე რომ გავაკეთო ის რა, რაღაცა მიკრო და მაკრო ნუტრიენტები და რაღაც როჟები არა ვართ. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ვიღაცა სიგარეტს ეწევა და გადააგდებს და შემოდის და ვარჯიშობს, ვიღაცა ჭარბწონიანია, ვიღაცას კაროჩე მესამე სივრცე შევქმნით რა, აი გამახსენდა, კიდე დამავიწყდებოდა, კიდე აი გამახსენდა რა, მესამე სივრცე შევქმნით რა, ამ კომუნამ გავაკეთეთ მესამე სივრცე და ეხლა რას ნიშნავს ეს მესამე სივრცე რა? ჩვენ ხო ვართ ოჯახში, შენ ხარ გიორგი ვარდოსაინძე, მამა, ქმარი, შვილი რაღაცა და გაქვს რაღაცა პასუხისმგებლობები რომ იყო ეგეთი. ვთქვათ ესეთი მამა იყო, ეგეთი შვილი იყო და რა. გაქვს საქმე თუ ვიღაცა სკოლა, თუ უნივერსიტეტი და საზოგადოებრივ ჩარჩოებში მოქმედებთ რა და ხშირად კარგავთ ჩვენ თავს, ან შეიძლება თავს არ კარგავ, მაგრამ ვერ ავლენ შენ რაღაცა ემოციებს ვერ იცლები რა. და ეს კომუნა გაიჩნდა როგორი მესამე სივრცე იცი რომ სადაც მართლა შენი თავი იქნები რა. მიხვდი? მოხვალ, ივარჯიშებ და ვარჯიშის გარდა ანუ ისეთი გემრიელი ხალხი გვხდება, ისეთი ურთიერთობებით და ისეთ წითელი ხაზების გადაკვეთისკენ მიგიდითებენ, ოღონდ ცუდი გაგებით არ ვიზახი ხო წითელი ხაზების გადაკვეთას თავმოყრა ღირსებას შელახო. ხო, ხდები რასაც ვიზახი რა. სხვადასხვა რაღაცა არის თითეული ინდივიდისთვის თავისი ლიმიტის გადაკვეთა რა. ამ წითელ ხაზს მაგიტო ლაპარაკობთ და მაგიტო არის ეგ სლოგანი ჩვენი მთავარი რომ cross the line რა. აი ეგეთი კომუნა არის და მოკლედ კეიჯი არის აი ეგ როჟა რა. მოდი მე გეტყვი მე როგორ აკვქო კეიჯს რა. ოღონდ მე ხა მაინც არ გამომივარო ობიექტური ვიყო ალბათ, იმიტომ რომ აი შემქმნელი შენ ხარ და ჩვენ რაღაც ნახევარსაძმაკაცო იქ არის და ასე შემდეგ და მაგრამ უყურე აი ბევრჯერ ყოფილა რომ ვიღაცებთან ვისთანაც მისაუბრია და მირჩევია კეიჯი რა. და ეს არ გამიკეთებია, იმიტომ რომ რეკლამა გამეკეთებინა კეიჯისთვის, ხო ხდები? არც ეხლა, აი ბავშვს ფიცა ვარ, ეს ამას არ ვლაპარაკობ, იმიტომ რაღაცა ძმაკაცი მიზის და ამის ბიზნეს მინდა ხელი წაურტყა თუ არა, ანუ ბავშვს ფიცა ვარ, მაგიტო არა. ჩემთვის რასაც განასახიერებს კეიჯი და ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი რაღაცა პრობლემა ფიზიკურად შორს ვარ რა და აი მაგას სანა პოდკასტ დავიწყებით, მაგას გეუბნებოდი, რომ ნეტა ეხა იქ არ ვიყო, სადაც მე ვცხოვრობ და ისეთ მანძილზე ვიყო, რომ მარტივად შევძლო იქ რაღაცა ბავშვის და რაღაცების გამო, просто ვერ მოვდივარ. ანუ ჩემთვის რა არის, იცი რომ გარდა იმისა, რომ სპორტული მხარე რო ავიღოთ, რომ ჰაი კლასის ამბავი არის, ხო ხდები რა, აი ლიმიტების დანსხვევა რაღაცა. მე მგონია, რომ აი შენ რაც თქვი, ინტროვერტის ფაქტორი რა. ძალიან ბევრ ადამიანს
აი შეიძლება ყავდეს რაღაც უზარმაზარი სამეგობრო ბავშვობიდან მოდიხართ ჩემ თავზეც ვიტყვი რა ანუ ენ რაოდენობით შენიანი ყავს მაგრამ ცხოვრება ისე გირასკლადებს რაღაცეებს რომ რჩები მოწყვეტილი რა რაღაცეებს კი ყველა ხაზზეა ყველა ისეა ანუ რაღაცები არ მაგრამ თითქოს ხანდახან გეკარგება აი ეგ ბირთვი რა აი გძნობ რომ რაღაც პონჩი მარტო ხარ რაღაც პონჩი ყველა ხაზზეა ჯვარი გეწეროს ჯვარი ეწეროთ მაგრამ მაინც გძნობ რაღაც პონჩი მარტო ხარ რა ისედაც ეგრეა მაგრამ რას გულისხმობ ანუ მე რა განწყობასაც ხედავ და ერთი ადამიანი იყო აქ პოდკასტში სტუმრად ძალიან საინტერესო ტიპი იყო და პროსტა არ მინდა ვთქვა ვინ და მე ლაპარაკობდი ძალიან ძიმე დეპრესია ქონდა რა და რაღაცეები ქონდა და მე ურჩიე რომ ანუ ერთადერთი მგონია რომ ეხა შე რაც გიშველის თქო არის кейჯი და არა ვარჯიშის გამო მე უთხარი ვარჯიში თავისთავად ბონუსია ერთობების ბაზარია ხშირად ვიძახი რომ რაღაცნაირი სექტაა კაი გაგებით სადაც მგონია რომ თითქოს აღმოაჩენ რასაც უყურებ ყოველ შემთხვევაში აღმოაჩენ დაკარგულ ტიპებს რომელსაც არ იცნობ მაგრამ აღმოაჩენ რაღაცა დაკარგულ მეგობრებს და ახალ ოჯახს სადაც მისვლა მაგრად გისწორდება ვინც გეიმედება ტიპები რომელსაც არ იცნობდი თითქოს გულში რა გეიმედება ხვდები და რაღაც ახალი სექტის ადამიანს აქ მიდრეკილება რომ რაღაცის ნაწილი იყოს რა და როდესაც ცხოვრების ტემპის გამო რაღაცეებს წდები ეგ აღქმა გეკარგება რომ რაღაცის ნაწილი ხარ მგონია რომ ყველაზე დიდი პონტი რაც გაქვთ გარდა სპორტი რო გავწიოთ თქო რა მან რაც ტრიალებს ეგ არის იმ კარგი გაგებით კიდე ერთხელ ვიძახი სექტური განწყობა სადაც შენ გონია რომ რაღაცა დიდის ნაწილი ხარ ეს დიდი შეიძლება დაარქვა მეგობრობა ახალი შეიძლება დაარქვა ერთი მიზნები შეიძლება დაარქვა გაჯანსაღება რასაც გინდა იმას დაარქმე იმიტომ რომ ყველა ამ ყველაფერს მოიცავს მაგრამ თავარი არის რომ შენ რო იქ მიდიხარ რაღაცის ნაწილი ხდები რაც რიგით დარბაზებში და ბევრი ძალიან მაგარი დარბაზია არ დაუკარგავ რა ანუ ბევრი შემილია ჩამოთვალო საოცარი დარბაზი მაგრამ ის არის დარბაზი მიხდი ანუ მიდიხარ ვარჯიშობ შეიძლება ტრენერმა რაღაცა გითხრას და გიხმარ კომერციულია ლამაზია ის სხვა მიდგომაა ხო ბაზარი არა ჩვენთან რა აქ რაც დაგხვდება არის ის რა ჩამოვთვალე იგი ახლა იმას კი არ ვიზახი რომ თქვა ჰიგიენის ნაწილში უნდა იყოს რა დღეში უნდა გავარდე და იქ რაღაცა ხო კუთხეში არ უნდა ფსავდეს არა ვარჯიშის დროს ხო იასნა ჰიგიენის ნაწილიც მოგვარებული გვაქვს ახლა და ყველაფერი რა ყველა შეგიძლიათ შეულებრად გემრიელად იბანაო ფენი რამე რომ ანუ ეგ მინიმალური კომფორტი შექმნილი გვაქვს, მაგრამ ეხლა რომ რემონტს გავაკეთებთ, ანუ მაგ მხრივაც ძალიან მაგარი დარბაზი იქნება, მაგრამ არ მინდა და არ დავკარგავთ ჩვენი მთავარი ეხლა რასაც ვლაპარაკობთ, მაგ იდეას რა, რომ ამ წითელი ხაზის გადაკვეთა და შენი თავი რო იყო და შენი თავი რო იპოვო, მაგას აკეთებს ეს კომუნა და кейჯი რა, რომ შენ რეალურ თავს გაპოვნინებს რა. მიხდი ანუ შენი რეალური თავი ძალიან ბევრ ადამიანს დაკარგული თუ სადღაც სტილში ყავს გაყვანილი იმ რაღაცა პასუხისმგებლობების გამო რომელიც ცხოვრებამ აი ზუსტად მაგ თემაზე ვამბობდი რა აქ როგორი პონტი ისე ვიღაცისთვის თავშესაფარია და მართლა რეაბილიტაციას ხანდახან ზაქონია ხო ვიღაცისთვის მინა თავშესაფარია ბაზარი არა იგი იმიტომ რომ ეხლა რეკლამისთვის მართლა არ გეუბნები რა დედაჩემს მისავა რომ აი მართლა როგორ გულს რფელ მადლობებს მეუბნებიან ტიპები იცი რომ ვაფშე ცხოვრებაში რაღაცა პრობლემები რაც არის ცხოვრებისეული არა აქვთ და იზახიან რომ აი რაც აქ მოვედი ჩემი თავი ვიპოვე და საღოლ და ძალიან დიდი მადლობა და მე ვიქენ რა ხდება რა ანუ ეგ რა არის და მე ხვდები რომ აი ის იდეა გაიგეს ბოლომდე რასაც ეს ვლაპარაკობთ რა თქვა წითელი ხაზის გადაკვეთა ის რომ რეალური იყო ის რომ ეს ხალხი მარტო არ ახარ შენ ეგეთ კონკებში ჩვენ ვისაც რაღაცა ჩვენ განსასწრელი და საფიქრალი გვაქვს ყოველთვის ადამიანი ფიქრობს რომ მარტოა რა ანუ მარტო ეგ არ უყვარს იმ სიდეთრს და მარტო მაგას ჩაგრავს იქ ვიღაცა უფროსი და მარტო მაგაზე იძალადეს ბავშვობაში და იქ აღმოაჩენს ტიპი რომ ანუ მაგის გარდა მართლა ეგეთი ტიპები არსებობენ რეალურები არიან თავისნაირი ან სხვანაირი პრობლემებით სადაც აი ეგ ყველაფერი გადაწიეს და ნაღდები გაიჩიტნენ გაიგე და ვარჯიშიც რაღაც აი გაერთიანდნენ და იქ განსაცდელი გადაიარეს ერთად და ძალიან მაგრა უყვართ ერთმანეთს და თავგადასავლებში იჩიტებიან და ამ ხელოვნების შეთავსება ჩალი ჩოქს ხო რა ჩვენი მეგობარი არის რატი ბაქრაძე მხატვარი არის
პორტუგალიაში ქონდა ხა გამოფენა ხა კიდევ მიდის და ძალიან ნიჭიერი რა ახალ აღმოცენებული მხატვარია შენ რო დახატო ხა რაღაცა და ჩვენ საძმაკას რომ მაგრამ მოგვეწონოს რა და ვა მეთქი და კაროჩი ისე მაგრა ხატავს რაღაცეებს რომ თავიდან მეუბნები რომ მეთქი ძალიან მაგარ წარმატებას ნახავ თქო და ლისაბონში რომ მიდიოდა დამირეკა რომ აი ეხა მიმიწვიეს და რამ და ეხაც მაგ პროცესშია და პახოვდო ჩვენ მერჩი გავაკეთეთ რა ჩვენ ხო ვაკეთებთ кейჯის რაღაც მანებს რა ხუდებს მაიკებს და რამე და რატის ნახატები იყო იქ ცოტა ხანში რატის გამოფენა იქნება მანდ მე ძალიან მაგარია ბიჭო ძალიან ხო დარბაზული მარტო შტანგები არ ყრია და ტრენაჟერები ვაფშე არ გვაქვს მაგრამ რაც კროსფიტს ყოფნის ყველაფერი გვაქვს და გვექნება კიდე უფრო მეტი ეგეთი არ არის რა მარტო რა ეს თეატრის ესთეტიკა რო არის და თქვა ეს გალერეის კედელი მარტო ეგ კი არ არის რა თქვა ფიქერები იქნებიან ცოტა ხანში და მოვლენ და საინტერესო ტიპები ილაპარაკებენ რაღაცებს თავის წარმატებლობას მოყვება ვიღაც წარმატებული ტიპი და ეს მსმენელი მიხვდება რომ ვა ეს შეუულებრივი ადამიანია და ამასაც ქონია ეს პონტი გაიგე და აი ეგეთი შეკრული ტიპებისგან ვარ დაკომპლექტებული ოღონდ არ მინდა რომ არ მინდა კი არა მაგას ვლაპარაკობ რომ ყველასთვის ღია არის ეგ და ყველას შეუძლია იყოს მაგ იდეის მონაწილე და მიხვდეს ვაფშე რაზე ვლაპარაკობ რა და წეგან ვიძახდი რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ძალიან მაგარი მადლიერი რა იმიტომ კი არა მასაჟებს უკეთებთ რა მოდის ეს ხალხი იმ იდეით რომ ივარჯიშოს მაგრამ кейჯი თვითონ ცდება ვარჯიშის სტანდარტებს რა არ მიყვარს რაღაც ეს ჩარჩოები და ჩვენ ვაფშე ცხოვრებისეული ჩარჩოები რა როგორც გაგუზარდეს რაღაც გვასწავლეს არასწორად თუ მე დაპროგრესირდა და ჩვენ ვერ ავყევით და ბევრი რაღაც შეიძლება გაწუხებდეს და იქ გათავისუფლდე და ის 1 საათი თუ საათნახევარი თუ მარტო მაგით არ შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობები რა გარეთაც ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ და ისედაც ძალიან მრავალფეროვანი რაღაცა კინოჩვენებები გვაქვს ეხა ვიღაც აი მაგალითად სულ ვიძახი ხომ რომ დათო ტურაშვილი მოვიყვანოს მე მაგრამ მევასო პირადად სუბიექტური ვიღაცას თქვა შოთა არველაძესთან ლაპარაკი უნდა და აი ეგეთი ის გვექნება რა კითხვა პასუხის პონჩი რომ ეხა რომ მოიყვან ეგეთი ტიპს და დასვავ და გელაპარაკება ეგ ანუ ვარჯიშს ცდება ხო რა თქმა უნდა რომ შედიხარ დარბაზში და ვიღაც ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრები როა და გამოფენა რო არის შეიძლება მყიდვა მოგინდეს რა და ეგრეც უკვე მომხდარია ეგეთი ფაქტი რა აი რატის შემთხვევაში ჩვენმა ძმაკასა ვაფშე ჩვენმა ძმაკასმა ისეთი მაგარი რაღაც გაკეთა მე ძალიან მომწონდა იმის ნახატები და იმისგან იყიდა და მე მაჩუქა რომელიც მე მომწონდა აი ხო ხტები რა ვაფშე სხვანაირი ურთიერთობები მაგარი ძმაკასური და მაგარი საყვარელი ურთიერთობები არის გვაქვს კიდე სხვა აი გეიმსით დავიწყეთ ვაფშე ლაპარაკი და кейჯს ვილაპარაკე მაგრამ უნდა ვილაპარაკო იმიტომ რომ რაღაცნაირი სამყარო შევქმენი ჩემ თავში და მე ვფიქრობდი რომ მეთქე ხაიცი ის რაღაც ჩაჭედილი ტიპები რო არიან რაღაცაზე რა მეშინოდა რომ მეთქე ჩემ რაღაცაში იმაში ყვარავა რაღაც წარმომიდგენია იდეალური სამყარო შევქმენი სადაც არა ჩემი პონტი არ არის რა ეს ადამიანები თვითონ ისე კარგად გწნობენ თავს მანდ და იმდენი ადამიანია მადლიერი და ისე უხარიათ მანდ მოსვლა და ისე უჭირთ მაგიდან წასვლა და ყველა შანსს რო ეძებენ რომ ერთად იყვნენ და ვიღაცას რო რაღაცა პრობლემა აქვს რომ იცის რომ ეს მაგებზე ვიძახე ზუსტად ხო რა საპორტივ ტიპები არიან და შენთან არიან და დიდი რაღაც მოძრაობის ნაწილი ხარ რომელიც ჯანსაღი ტიპები არიან და მარტო ეს არის რა თბილი და დადებითი ურთიერთობები რა გადასწორებს ძალიან ასწორებს და პაходუმ რა ვიცი რა გითხრათ ხა აღწერაში ლინკი არ მაინც კიდე ერთხელ ვიძახი ბავშვს ფიცავარ თქო რა მე ზიზღება ესე გამოყენება ამ ფიცის მაგრამ სიმართლეში რო დაგაჯეროთ თუ ეს იყოს რეკლამისთვის რა ანუ მართლა თუ აკეთებდე ხა ამას მე რო კარგი მინდა ხوانა მართლა კარგი რომ მინდა თქვენთვის გუწფელად ვიძახი ამ სპორტულ ასპექტში და აი ამ რიგი მიზეზები რა ჩამოწვალეთ თუ თქვენ ერთი წამით მაინც ამოიცანით თქვენი თავი აი ამ სექტის ნაწილად აი დამიჯერეთ მე მომწერეთ რომ მადლობა თუ რაღაცა მე მივიღებ მაგ ამბავს იმიტომ რომ უკვე არაერთხელ ყოფილა ეს ამბავი და უნიკალური ადგილია რა. და მაგარი გართობები მინდის რა. ხო, არ იკლებთ, ხედავ ხოლმე. ეხლა ანუ თქვა кейჯ ნაითი რო გართობაა და გულაობის გართობა, ანუ ჯანსაღი ცხოვრება და ეს კლაბინგი ერთად არის, ეგ ხო ვიცით რა, თუ გინდა მაგაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ მაგის გარდა გვაქვს ეხლა გავაკეთეთ special Sunday ქვია რა, ანუ
მთელი კვირის მანძილზე ვარჯიშები მიმდინარეობს შაბათამდე, დილის 8-დან საღამოს 10-ს არის ჯგუფი. კვირას ხო ისვენებ. კვირას ჩვენ არ ვისვენებთ, იმიტომ რომ მაგ special Sundays არის ყოველთვის რაღაც სურპრიზი, რაღაცა აქტივობა რა, რაც ყველასთვის ძალიან კარგია რა. ეხლა კარგი ამინდები რომ იყო ლისის ტბაზე მივდიოდით, ცოტა ბავშვურ თამაშებს თამაშობდით, ჯერ დავბოდით, მე პატარა ვარჯიშს ვაკეთებ, მე ბავშვურ თამაშებს ცოტა ბავშვობაში ბრუნდები რა და ეგ პროდუქტით შევქმნით, ხო ისი? იქნება რა ეგ პონტი რა. Back to childhood. რა მაგარია. აი ეგა რა, ანუ ბედნიერებას რა განიჭებს. ანუ ვერ განიჭებს რაღაც თქვა კომფორტები და აი მანქანას იყიდი თუ რაღაცას იყიდი და თქვა 5 საათი ხარ ბედნიერი, ეგ არ არის ბედნიერება. ბედნიერება არის, სადაც შენი თავი ხარ, ბედნიერება არის, სადაც ბავშვი ხარ და ნაღდი ხარ და ბავშვი მაგას გულისხმობს, რომ ნაღდი იყო და ეგეთი ის იყო რა, ნამდვილი რა და აი ეგ პონტი გვაქვს, აი ეგ ნამდვილები ვართ რა. გიორგის ახლა ძალიან იჭიერია რა, მაგას ვინაც ვარ ძალიან, მაგრამ შემაყვარა თავი. იხედავ რა ხალხს აკეთებს ყველაფერს. თხოვე რომ რამე კი არ დაუდგათ. პროსტა შენ რაც აქ ხდება, ეგ გავიტანოთ სწორად რა. და რო გააქვს და ხალხი მაგრად გამისწორდა რა. ეს კი დოკუმენტური ვაიბი მიცა ისეთი რომ მაგრად მაგ დუხს არ ვდგავთ. ანუ ვერ დადგავ ვაფშე მაგ დუხს ხო? ეხლა ვთქვათ კომერციული დარბაზი ნებისმიერი რა, X რო თქვას რომ მოდი ეხლა გავაკეთო ჩვენც ეს რომ დუხს ვერ ითამაშე. იქ რაც არის იმას თუ დოკუმენტურად გადმოცემ, კარგი ხარისხით რაც არის, მაგრამ დუხს ვერ გადმოცემ რა, ვერ დაადებ ვერაფერს მაგას რა. თუ მართლა რეალურად ეგ ხდება, მართლა შეგეხება ეგ პონტი და ეგ პონტი გვაქვს რა, რეალურები ვართ და ნამდვილები და არა დავარცხნილები. ვისაც არ გინახავთ, იზვინი აღწერა შენ Instagram-ს, სადაც აი ეს გიორგი რა, რომელიც ამ ყველაფერს აი რაც ცივი ლაპარაკობს, ძალიან გემოვნებიანად აძლევს მხატვრულ დოკუმენტურ ვიზუალს რა, რილსების სახით ასე შემდეგ, ანუ KG-ის რაღაცა ყველაფერი აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გაჩეკოთ, დათქმეთ რა. რას ვიზახდი დამავლის. გაგაწყვეტილი მე რა ვიცი. წინასწარმეტყველი. ლაპარაკი წავედი და წავიდე. გაგაწყვეტილი, მაგრამ მინდოდა მე თქვა, იმიტომ იმდენად მევასება, ისე ხარისხიანად და გემოვნებიანად აკეთებს, რომ აი ძალიან გამისწორდა რა. KG Games-ზე მკითხე. ხო. ხო და KG Games-ი რა არის თამაშები დავარქვით რა, KG-ის თამაშები. ბოდი ეს დედებს რო ეძღვნებოდა სისტემატიურ სახით თუ პროსტა ეგ პირველი რა ხანდი ხო? არა. ეგ თვითონ ეგ მესიჯი დედებს ეძღვნებათ. ეგ იქნება სულ ტრადიცია რა, KG Games-ი როგორც ამ დაიხვეწოს რა მასშტაბზეც არ უნდა გავიდეს და პახუთ დარწმუნებული ვარ რომ მაგარ დიდ მასშტაბებს მივახცეთ. ყოველთვის ყველანაირი შეჯიბრი რაც იქნება KG-ში, ან KG-ის ეგიდით იქნება დედიკოებზე მიძღვნილი რა, იმიტომ რომ მე არ მინახავს რა რომ ეგ მაგას ვიყენებდეთ გაიგე და საშუალებას ვეძებდი და კიდე სხვა საშუალებებსაც მოუძებნი რომ სადღაც აი დედიკოებზე სიყვარული და პატივისცემა განვუცეთ ჩვენ და KG Games-ს ნახე რომ სპეციალური ლოჟა იყო და ვარდები და მაგრა გასწორა რა განსხვავებული სასმელები და დედიკოებს რა ბიჭო ეხაც რო წაიყვანო ფუტბოლზე აი ფეხბურთზე სადღაც რო წაიყვანო დედა შეიძლება მოგერიდოს რა იქ ვიღაცა იმას იგინებოდეს რა დედის ფათახს აგინებდეს ვიღაცა დამცველს შეიძლება და ეს რა მაგარია ამის დედა შევეცი და რაღაცებს იწევდეს რა ბოდიში მაყურებელთა ხო და მან ეგ პონტი კი არ არის მან ისაი რომ პირიქით რა ჯანსაღად შეუულია რომ დედას გიბალეში ყოლოს თუ გიგულ შემატკივროს და პახოდო შენს პატივისცე მანდ მოყვანით რა აი უკვე მანდ მოყვანით რა და ხო ისი მედლებსაც ეგ ეწერა რა პირველი მეორე მესამეს უკან ეწერა რომ დედებზეა მიძღვნი რა თან გასვა for you mom ეგრე ეწერია და ეგრეც იქნება რა ეს გეიმსი ხან ახლა რა ხდება რა ეს გეიმსის კონცეფცია CrossFit-ის გეიმსიდან ავიღე ინსპირაცია რა თქმა უნდა რა არის ძალიან მაგარი შეჯიბრი არის რომელიც მაგარი ლოიალურია განსხვავებით თქვა MMA-ის და სხვების მტრევის რა ეგეც გვინახავს და ვიღაცების მოსაწონია და ჩვენს ძალიან მაგრა უყურებთ მაგას მაგრამ ეს ბევრად უფრო ადამიანური პონტი არის სადაც ეს ზალადობრივი პონტი არ არის და მართლა სხვადასხვა ადამიანი და ნებისმიერ შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა და შევეჯიბროთ ერთმანეთს რამდენად უფრო განვითარებული ვართ სპორტულად რა თქვათ არის სისტრაფის პონჩი ზალის გამძლეობის ფეთქებადობის CrossFit-ი და ფუნქციონალური ვარჯიშები რასაც მოიცავს რა სხვადასხვა უნარების ცოდნას და შენ
შენ ფიტობას განაპირობებს თუ ეს ყველაფერი ეს უნარები გაქვს დაბალანსებული, განვითარებული და არა რაღაც ესე არითმეტულად რა. და მაგაში შეჯიბრის საშუალება მივესით ხალხს რა. ვიღაცა ხო არის ჯანიანი და მე 50 ჯერ ვიწევი ძმაო ფულობს და მე ვაკეთებ სამს მოდი ძმაო და თუ ტრაკი გაქვს მანდ გამოჩნდება რის თავი გაქვს რა. ვიღაცა შეიძლება ძალიან დიდი კუნთებით იყოს, ვიღაცა ძალიან გამხდარი იყოს და პირიქით ეს იყოს გამარჯვებული და კაროჩე ბევრი რაღაც შეჯიბრი ბევრი სპორტული შეჯიბრი იქნება, მაგრამ Cage-ის რო ვფიქრობ როგორ უნდა განვითარდეს თვითონ ეს games-იც მე ვფიქრობ რომ ცოტა mind games-იც უნდა იყოს ჩართული რა. თქვათ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და ასე შემდეგ რა. ანუ CrossFit Games-ის იდენტური არც ახლა ყოფილა და არც მერე იქნება და მინდა რომ კიდე სხვა რაღაცები შევიდეს game-ში. რა სიხშირით გეგმა რო ვაკეთო? სეზონური იქნება რა, საზამთრო და საზაფხულო რა, ანუ საგაზაფხულო. ან წელიწადში 2. წელიწადში 2 ჯერ, ხო. და ეხაც დღეს ძალიან მაგარი რაღაც გავიგე, რომ უკვე სურვილი გამოთქვეს დასპონსორებაზე ძალიან. სუპერ. გილოცა, ბრაზა, გილოცა. ესე არც მიჩალიჩია ჯერა, პროსტა ჩვენ მეგობარს უთხარი გააზიარა და იმათმაც დავაი შევხვდეთ და რამე და მაგრა გაასწორა და ცოტა ხანში და რომ დავიწყებთ მაგ ამბავს, აი დარწმუნებული ვარ, აი ნახავ რა, ეხა დავტოვოთ ეს ანდერძად რჩება. რომ ნახავ რამხელა წარმატებას მიაღწევს Cage Games-ი რა. ვაფშე რა მინდა იცი? აი პატიმრებთანაც მინდა რომ შევიდე. ხო, ეგ მითხარი, ეგ ძალიან დერს კი იდეა. მუღამი კონდეთ რომ აი წელიწადში 2 ჯერ შეჯიბრს დაელოდან, რომ იქაც შეჯიბრები და ვაფშე აზე ხარა ვაფშე რა აი კონცეფცია ვაფშე ადამიანის განვითარების პონჩი რომ შენ ვარჯიშობ რაღაც მიზნისთვის ივარჯიშებ რა პროსტა კი არის ვარჯიშებ საშუალება მოგეცემა და სარბიელი თქვათ ვიღაცა იპოდრომზე დარბის ვიღაცა ლიზზე დარბის და საშუალება გაქვს რომ ტყუილა კი არ გამოგივიდეს ეს ყველაფერი მიხვიდე და შენ თავი გამოცსა და შეეჯიბრო სხვას და პახოთ მაგრამ დაჯილდოვდე და არა სუპერ წარმატებას რა იყო ისე ეხა რომ გავაკეთეთ ვიღაც ტიპები სპორტთან ვაფშე შუაში არ იყვნენ პროსტა რომ ვარჯიშობ დარეგისტრირდნენ და თავი იგზნეს ათლეტებად რა. B contract და I track და ხო ხტები რა, იქ სპეციალური ის იყო. ნახე წითელი. კი, გასო, კი. მაგრა გასო. მე გოგოებმა გამაგიჟეს, ბიჭო, რა ხოძე იყვნენ. გოგოებმა იმენასა. მე ხალხო თქვენ ეს უნდა გენახათ რა. ანუ აი მართ ახლა ბიჭები გასაგრო შევხედე ხო ხტე ეგრევე მივხვდი რომ ნოეჯი ხოძე იყვნენ ყველანი რა, მაგრამ ნუ გოგოებმა რაც ქნეს ხალხო, ანუ აი მოგლოდ უნდა ნახოს რა. აი რო უყურებდი ხვდებოდი რომ აი რაც ქნეს მაგის მე-10 აი 10%-ებად რო დაყო 10%-საც ვერ ვიზავდი ჩემი გამძლეობით ჩავკვდებოდი. ხო, მაგრამ რა მაგარი არის ეხლა წარმოვიდგინე რომ იცი რომ თქვათ გაზაფხულზე შეჯიბრი იქნება ეხლა ვარჯიშობ და გაზაფხულზე შეგიძლია გაფრინდეს შენი თავი შეამოს. ხო, იასნად. პირველ რიგში ხო ეგ პონტი არის რომ შენ თავი შეეჯიბრო და მე სხვას აი ეგ განსხვავება გარდა იმისა რომ ის გულაობა თქვათ Cage Night-ზე ვლაპარაკობ შედარებით რა Cage Night-ი კი არის გულაობა მაგრამ Cage Night-ზე შენ შეგიძლია რომ შენ თავს შეეჯიბრო რა რაღაც მოცემულობა ხო არის ვარჯიშის შენ თუ გინდა მაქსიმალურად შეასრულებ ამას თუ გინდა არ შეასრულებ და იცეკვებ თუ იგულავ ხო ბაზარი არა და იქ არავინ არ გითვლის ქულებს არავინ არ გიწერს რა ვიღაცები არიან რა ანუ შეჯიბრის პონჩი რო ისტრესებიან და შეგიძლია მოხვიდე მაგარ მუსიკას მოусმინო იგულაო და შენ თავს შეეჯიბრო რომ ნახო სადახარ შენ მარტო არავინ არ შეგაფასებს. ეს პონტი არის მეორე ფსიქიკაც ხო არის რა ვიც იმინა შეჯიბრზე არის რა მომართული. შენ შეგიძლია რომ შემეჯიბრო, მე შეეჯიბრო ვიღაცას და შენი თავი გამოსა და სადახარ ვაფშე შენი ფიტნესის დონე სად იმყოფება რა და გარჩა არჩი რა თუ შეჯიბრის ვაიბი გაქვს და გევასებათ აბატორო თუ პროსტა გართობაც გიყვარდა თავარჯიში გიყვართ თან ვიზუალი აქვს ძალიან Cage Night-ს მართლა საოცარი ვიზუალი აქვს რა ისე ასწორებს ოდერს გადამოწყობილი პროსტა თუ ვიღაცას ვაინტერესებთ რა ვინ ვართ ჩვენ შეუძლია რომ კვირაობით ხო ვაკეთებთ special Sunday და სურპრიზი რაღაც აქტივობები არა ეხლა მაგალითად დღეს ვირბინეთ ქალაქში ჭავჭავაზესთან აკვე ვაკის პარტნა შევიკრიბე და ჩავედით რუსთავთან ჩავირბინეთ რა ერთ 15 კაცმა და მაგრა გაგვისწორდა რა მე რაღაც ყავა დავლეთ რაღაც და აი რაღაცნაირი თავგადასავლები იჩითება რა. ეხა იქით აკვირას მივდივართ ყინულში უნდა ჩავხვდეთ და რამე და მე რეკაც ჰაიკინგი იქნება, მე სოცვა იქნება და აი ბევრი რაღაც აი მოტოები თუ გადაწყვიტავთ მე შემოგიერთებთ. ეგ მაგრა ასწორებს. ანუ ნებისმიერ შეუძლია ესე მოვიდე შემოგიერთებთ. შეიძლება
просто вообще არ გინდოდეს кейჯის სიარული, კვირას რაღაცა გინდოდეს აქტივობა, მოხვიდე ჩვენთან ერთად რაღაცები გააკეთო, წახვიდე და გაავიწელო სხვა. დერსკია ზა. და მე კიდე მოხვიდე კვირაობით, თუ ის ღონისძიება მოგეწონება კონკრეტულად. ეგ კაი აზრია. ვიღაც სატესტო პონტი რო არის ხოლმე, ხო იცი, ვაიბ შევეგუებ მომეწონება, კვირა ესე იგი იდეალურია. ბავშვი არა ქართველებში ძალიან პოპულარულია რა, ძალიან მოწონთ ეგეთი რაღაცები და მოდი. ბიჭი, იქ ბევრი არა ქართველი იყო სხვათა შორის გეიმზე. გეინაცოლეში. მაგიტო ვიძახი რა, არა ქართველებზე ეს არ მინდა ხაზის გასმა, მაგრამ просто რისი თქმა მინდა ისი რომ ტიპები რა, ეს განვითარებული ტიპები. თქვათ ევროპაში ცოტა უფრო ადრეს თუ შევიდა ცივილიზაცია ცოტა უფრო წინ თუ არიან ჩვენზე განვითარების დონით, ეგეთი ტიპებისთვის ძალიან მოსაწონი არის რა, ანუ რაღაც პონჩი პრაგმატული და ახალი პროდუქტი არის, სადაც შეგიძლია რომ ადამიანი გაიცნო, სადაც შეგიძლია რომ სადაც დაიცალო, სადაც შეგიძლია რომ გაერთო, იცეკვო და ასე შემდეგ რა, ბევრი რაღაცები გვაქვს. ყველაფრის თქმა არ მინდა რომ დასპოილერება არ გამომივიდეს ჩვენი მოვარჯიშეების, იმიტომ რომ ადგილზე რომ მიხართ სურპრიზად ჩარჩობთ რაღაცებს და ახოდუ შიგნითაც მაგარი ყომარები მიდის რა, ანუ кейჯი თვითონ ხა რიტუალებს ვაკეთებთ რაღაცებს, ხა არის кейჯელის ნათლობა რა. როგორ ხდება ძმებაზეებს? ხო და არ მინდა რა, იმიტომ რომ ნათლობის დროს ანუ ისეთი თესლი რაღაცები ხდება, რომ ვიდეოს რო ჩავწერთ, მე ვიდეოთი გაჩვენე. ოკეი. კაროჩე, ვისაც ინტერესი გაგიჩნდათ, ყველაფერი ასნად აღწერაში არის. მე მინდა სანამ ფინალურ დესერტზე გადავალთ, მე არ მახსოვს, მაგრამ მაშინაც იყო ტრადიცია, მე მგონი პირველი პოდკასტებიდანვე იყო რჩევები, მაგრამ მინდა 1-2 სიტყვით ჩემ მეგობარ კომპანიაზე ვიბაასოთ, რომელიც აკრას მგონია, რომ შენ ვაფშე რატო არ მეგობრობ, თუ არ მეგობრობ. არ ვიცი. აზე ხარ არის ეს? ანუ შენი პოდკასტებიდან ვიცი რომ ბაზრობ ხოლმე და რაღაც სოკოსთან არის კავშირი. სოკოებია რა. ხო, და უყურე ის მაინც გინახავს რომ UFC-ს ჩემპიონები ამაზე არიან რა. არ ვიცი. პაოლო კოსტადან დაწყებული, აი ძალიან ბევრი აქტიური მომხმარებელია ამის. სოკოები ვაფშე მაგრამ უყარს. ეს ახლა აგიხსნი რაცა, პროსტა და კრეპტი. ასხოვე, შხამიან საუშხამოსა? ასხოვე. მიქლიოს და აი დაახლოებით ეგეთი არის რა. კიდე ერთხელ ავხსნი, სანამ ახლა ძალიან კაი რაღაცა აქვთ ხა აქციის სპონჩი, ახალი სერია ჩაუშვეს რა. მოკლედ, ეს არის ჩვეულებრივი სოკოს სუპერფუდი დანამატი რა, რომელიც არის აბსოლუტურად ნატურალური, არაფერს არ შეიცავს, თავსებადია ყველაფერთან და სხვადასხვა ჯადოსნური სოკოები, რომელიც საქართველოში თავიდან არ იყო, ან ძალიან იშვიათ ადგილებში მოიპოვებოდა და ჩამოქონდათ, ეხლა მთელი ციკლი, ხო რა, ანუ იშვიათი პონტი იყო, ეხლა მთელი ციკლი არის საქართველოში, აქვე არის წარმოება, ყველაფერი. ამას მოვეჭიდებით, რა, მაგრამ 2 საათიანი ნელ-ნელა კადრი და გადის. მოცურდება გავა, მოცურდება. დაიკიდე ეგ არავის, ეგ დესნოუთის არის, მაგას მიაყუდე პროსტა. ეგ არის. ხო და რას ვიძახდი? შენს მგონია რომ შენთვის კაკრას იდეალური არის რა. აი ეგეთი სუფთა ცხოვრებით, ანუ ეგრე რაც უფრო სუფთაა შენი ორგანიზმი, სიტყვაზე ვიძახი რა, რაღაც პონჩი რა და სპორტსმენი ხარ, ეფექტი ბევრად უკეთესი არის. არის ყველაფრისთვის დაწყებული რაღაცეების გადასაგდებად, სიტყვაზე დამოკიდებულებების გადასაგდებად, კარგი ძილისთვის, კონცენტრაციისთვის, ფიზიკური აღდგენისთვის, დეტოქსი შეიძლება წავიღო? მე გაგიძრობ თუ გინდა და ვაფშე დაგამეგობრებ, იმიტომ რომ გონია რომ ერთ საქმეს აკეთებ სხვადასხვა მიმართულებით. გჭირდება. ხო და რას ვიძახდი რა, ეს ყველაფერი ეხა ხო ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ ეხა ჩაუშვეს ახალი მიმართულება რესტარტი ქვია. რესტარტი, იმიტომ რომ ახალი წელი დაიწყო და რაღაცა სუფთად რო შევხვდეთ, აღარ გადავდოთ რა, ხო იცი, ორშაბათიდან ვიწყე პონტი რო არ იყოს, არა, ეხლა არის 4 ძალიან კარგი ბოთლუკა, ეს არის ამანიტა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ტიპია, რეიში, ყველა ძალიან ბევრი სახეობა არის და ყველას თავისი ფუნქცია აქვს. მე ხა რო არ გამომჩეს სერიაში რა შედის რა, რესტარტის სერიაში, ეხავე გეტყვით, ეს არის ესე იგი, ეხა თან გეტყვირეები, ალფა ბლენდი, მე ხა კონკრეტულად მარტო ალფას და იმას ვიღებ რა, წელიწად ნახევარი. აი გეტყვი. ალფა ბლენდი არის გონებრივი და ფიზიკური ენერგიის აქტივაცია, ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ანუ დილით ჩაიწვეთებ, თუ გინდა აბებიც არის ფხვნილიც, მაგრამ მეწვეთი ყველაზე მეტად მევასება, გინდა ყავაში, გინდა ენაზე რა. ნუ აი რა გითხრა ძმაო, ათასობით კაც მოგიყვან, რომელსაც ცხოვრება შეუცვალა. ანუ ეხა ერთ სიტყვას არ ვამეტებ, ცხოვრება შეუცვალა ძმაო. მეორე არის აი ეს ამანიტა, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპია ერთ-ერთი ამ სოკოებში. ეს არის ანტისტრესული მოქმედება მავნე ჩვევების და ადიქციის წინააღმდეგ.
ეს არის სუპერ ტიპი. მესამე არის ადექსის ანუ დამოკიდებულებას. ანუ ხო იცი ნარკოტების გადაგდებები, ალკოჰოლის, შაქარი, ანუ ყველაფერი რა. Detox blend-ი ეს არის წმენდისათვის, საჭმლის მომნელებელი ფუნქციების მხარდაჭერისათვის, მესამე და რეიში. ზოგადი ჯანმრთელობისთვის და ხარისხიანი ძილისთვის. აი ეს 4-იანი სეტი გაკეთდა ახალი, რომელსაც ქვია რესტარტი, ლინკი აღწერაში არის. გეფიცები, აი რა გითხრა ძმაო. და თქვათ იმას რომ ვიწყებ რა კარგი ძილისთვის, რომელიც არის არ შეიძლება რომ გავმიქსო მარტო ერთს ჩალენჯი. არა, თუ გინდა 5 დალიე ხო ხვდები, ანუ რისთვისაც აარჩევ, просто ესე ვერ აარჩევ, უნდა გაიარო კონსულტაცია. რა შენ ეუნები რისთვის გინდა? აუცილებლად. მე მგონია რომ ვაფშე თქვენ უნდა, ხო, ანუ მგონია რომ უნდა მეგობრობდეთ, რა, იმიტომ რომ ერთ საქმეს აკეთებთ, კიდევ ერთხელ გეუნები სხვადასხვა ფორმით. მეც გონია და აქ დაგროვებითი ეფექტი რა, ყოველ დღე არ უნდა ჩააგდო, უნდა ეცადო, ხო ხვდები, ანუ და დაახლოებით ერთ კვირაში მიკროდოზინგია რა, პიპეტკით და შედეგი ნახე. აგერ შენ და აგერ მე. მოკლედ უნდა დაგაძმაკაცო, ძმაო. უნდა დაგაძმაკაცო. მეგობრობის ხელი აქვს გაწვდილი. დანჩენს მე მოვაყომარებ. კაი, უყურე, გადავიდეთ ეხა რჩევებზე. 3 შენ 3 მე. წეღა ლიმბო ახსენე. გინდა თამაშები, გინდა ფილმები, გინდა მუსიკა, რაც გინდა და შენს Last of Us. კაი, და ესე დავიწყო. შენ სახელს ამბო Last of Us 2 მე მოგიგე. Last of Us 2 ჯობია. 2? ხო და ვეღარ თამაშობ ასე ხარ, ვეღარ თამაშობ თამაში. ვეღარ თამაშობ ასისტოს, დრო არა გაქვს პროსტა. არა, ანუ ისე ამიცია ლეველი თუ რაღაცა რა, თამაშის ხარისხი რომ სხვა თამაშებს ვეღარ ყომარობ რა. ისეთი, всё მივხვდი სიგურლის, ხო? რა უნდა ითამაშო მაგის? ბიჭო, თამაშების მეტი რა არის. აი რა მე. შენ ჟანრები თქვით ორე. კაი, მოდი მეც გავყავ. თუ გეიმების ამბობ, ესე იგი შენი Last of Us 2 იყოს. ოკეი, პირველი ეს არის. ჩემი რჩევა. რადგან ლიმბო ახსენე და ეგეთი ინდი თამაშები გევასება ფაქტია. აუ როგორ გიждები. შენ თუ გინდა სულიერი ორგაზმი მიიღო, ლიმბო ხო გაქნა თამაშები? ლიმბო იყო პირველი მანდ. მეორე იყო Inside. და მერე გამოვიდა Little Nightmares პირველი და მეორე. მაგათი გაკეთებულია? შენ ნახე Little Nightmares პირველი და მეორე. ხა მესამე გამოდის მალე. დავაი. შენ გელოდება, გეუნები, აი რაღაცა ორგაზმი პროსტა. მობილურზე არ არის, ხო? მე მგონი კონსოლზე არის. კონსოლზე. ხო გაკონსოლი კაცო? კონსოლზე არის. $3 იღებს თან თუ რაღაცა რა. არა, უნდა ვიყიდო მე დისკი, ის არა მაქვს. ანუ ვიყიდი რა. კარჩი, კომპიუტერი თუ გაქვს ლეპტოპში ჩაწერ, ანუ ძალიან მარტივია რა. აუ რა ქვია, ზურიგ. Little Nightmares. ეს არის ნამდვილი შედევრი ძმაო. ანუ მაგის მე ლიმბო არის, აი ლიმბო და ინსაიდი არის, წარმოიდგინე 5% მაგისი რა. და გძელია? 3 საათიანია, თამაშში 3 საათია თვითონ რა, სადღაც. კარჩი, ერთ დღეში დახურავ, ანუ ურთულესია. ურთულესია? ვაიმე, ლიმბო ინსაიდი გაერთიანე, გაათმაგე ეგეთი ფული. ლიმბო ძალიან ძნელია რა, იზომობას გაფიცე. აი, ითამაშე, Little Nightmares. ბიჭო, პირველად რო ვითამაშე კი, პრინციპს ვერ ხვდები თავიდან და იმიტომ სტრანი არის. მე ეგ 2D არის მაინც, ესე მიდიხარ, ხვდები? Inside-ში უკვე არის ეს პონტები. აქ არის სამყარო შექმნილი. Inception-ი ვიტიშდება. აი დაახლოებით რა. კაროჩე, დამიჯერე, ეგეთ მაგათ თამაშს. ორი სერია Little Nightmares, პირველი და მეორე. აუცილებლად ორივე ითამაში. ჩემი ეგ იყოს, იმიტომ რომ მესამეც გამოდის, ხო გიჟი ვითოლდები. მე ვტიროდი მეორე სერია სტრიმზე დავხურე. ბოლოს ისე მთავრდება, რომ 600 კაცი იყო ჩემთან ერთად და ესე ხაპაღუპით მოგდიოდა ცრემლები, როგორი ფინალიცაა. აი, კარგი. ახლა ეგეთი დრამატული სცენარი. ბიჭო, ძანდერსკია რა. პატარა ბავშვი გარბის რა. პატარა ბავშვი საწვიმარით გარბის და რაღაც ურჩხულ სამყაროში ცდილობს გადარჩენას და იცებ, ისეთი სურეალისტური გადასვლებია, ისეთი ალუზიები და ალეგორიებია ცხოვრებაზე, რომ კაროჩე, აი ორგაზმი გელოდები. აი, Little Nightmares ჩემი იყოს. მეორე მე ფილმები მაქვს, მოიცა კაცო, ფილმებიც ამაქვს. ვინა გამოცნილი ვარ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რასაც უყურებს მაო. ძველი გაიხსენე რა მნიშვნელობა აქვს. ლეობები არის რა. ძირითად შემთხვევაში სამწუხაროდ. არაფერი არ გამისწორდა ისეთი რა. მე ვიტყვი ძველ ფილმს. დავაი თქვი. როგორ არის? Eyes Wide Shut. Eyes Wide Shut რომელია? აი Tom Cruise და ფართო და ხუჭული თვალები, კუბრიკის, უი ხო უცებ ერთ რა სიძახი, კაი ერთი. ბაზარი არა, მეორე იყოს გენიალური. ეგეთი ფილმების დასახელება სულ რომ მე ასეთი თქვას ხო ხვდებით რომ ღირს. ოკეი. კაიგე, ეგ ფილმი. აუ, მაინტერესებს თუ იტყვი, გავიგე, ასნი გავიდა. ბიჭო, მგონია რომ ისეთი ფილმია რომ ყველა თავისას გაიგებს რა. ეგ ერთი.
მე ძალიან ძიმეა კონკრეტული ასაკისთვის. პირველად როცა ვნახე, არ უნდა მენახავ, ფიქრობ, მეორედ რო ვნახე, ტყუილად ვნახე, მესამე მეოთხეთ რო ვნახე, უფრო დავამუღამე, შემაგის ბექსტორიც იცი რა მოხდა, მე მაგათ ოჯახურ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ბოდიში მაინც ჩანვარ ფილმის გარეთ. ეგ მათ ხო ცოლქმარი იყვნენ ეგენი რა. მაგ დროს ცოლქმარი რეალურ მათ ფილმის მერე დაშორდნენ. იმიტომ რომ მოხდა მოკლედ ძალიან დერსკი ბექსტორი აქვს და აი ამ ბექსტორსაც რო გაიგებ, მე უფრო გებულო ფილმის რაღაცეებს რა. ასე რომ უდერსკესი ფილმი არის, მოკლედ იყოს მეორე რჩევა ეგ. ჩემი იყოს ანიმე. ეს რატო ჩაქრა ვერ გავიგე? ნაგავი. იმიტომ რომ ჩვენი იმდენად ვანათებ. არა, ესე იგი Powerbank-ი დაჟდაზე ხარ, ამდენი ხანია იმაშვებ. არ აუშვებს მაინც ჩანვართ. ჩემი იყოს ერთი უცნაური ანიმე ვნახე, პატარა, ძალიან საკაიფო, ქვია Cabaneri of the Iron Fortress. თუ გევასებათ იაპონური ანიმე ხო ფანი ვარ სერიოზული იაპონური ანიმაციის და მოკლედ ძალიან საკაიფო ანიმე იყო, ძალიან მიკაიფე. ასე რომ შეგიძლიათ პატარა არის რა, უცებ რო ნახავთ 16 თუ 17 სერია, ისტორიული პონტია, შონენი არის. მაგრამ ძალიან არ გავს ყველა შონენს რა, რაღაცა განსხვავებული პონტები არის, ამიტომ პროსტა ერთი საღამო რო კარგად გაატანათ, ან ორი საღამო ეგეთი არის, გაგისტორდებათ. ჩემი მეორე, მესამე. ისე უკან წავალ. დავაი. ფულ ქვია მე მგონი, არლენ დელონი რო თამაშობს. ფულ? ხო. პაუზი? ხო, ბასენი ანუ არ მაქრანახი, ხო? არ მაქრანახი. ალენ დელონის ეგეც ძველია? 70-იანები და ამბავი? არ მაქრანახი. ხო? ძალიან გაგისურვებ. ბიძია ალენთან აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა? კაი, მეც არ მაქრანახი სიას ჩაემატა ფულ და მესამე ჩემი რჩევა, მოდი ფილმი იყოს რამე რა. ძალიან საკაიფო დეტექტივი ვნახე, ძველი, აი ესეთი თუ ეს თუ ნახე რა. ძალიან კარგი, კრისტიან ბეილი თამაშობს. ესო თამაშობს იასნია, კლეობა არ იქნება. Netflix-ზე არის, ხალხო, თამაშობს კრისტიან ბეილი, არის მე-18 საუკუნის რაღაცა დეტექტივი, ამერიკაში კადეტს მოკლავენ და დაადგებიან დეტექტივს, რომ კადეტების პოლიცია ვერ იძიებს ამ საქმეს, უცნაური მკვლელობა იყო, ცოტა მისტიური ამბავია და ეს იწყებს გამოძიებას, მაგრამ ფილმი ძალიან მაგარია, თუმცა რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, მე მგონი ამ ტიპს ქვია მათ თამაშობს იცი რომელი ტიპი ჰარი პოტერი ნანახი გაქვს პუტკუნა ოჯახის წევრი რო ყავს ჰარი სურო ჩაგრავს ბიძაშვილი გახსოვს რაღაცნაირად სუქანა ბავშვი რო არის აი ეგ თამაშობს ეხლა ძალიან გამხდარი და დიდია უკვე რა ჩემ ხელალ ეგ არტისტია ძმაო ეგ თამაშობს ანუ მე დიდი ხანია ეგეთი არტისტი არ მინახავს როგორ თამაშობს იცით რო და როგორი მაგარი სცენებია ვისაც დეტექტივი გევასებათ, ეგ ეპოქა გევასებათ, მე-18 საუკუნის ცოტა ნუარული ეპოქა, ძალიან მაგარი ფილმია, ქვია The Blue, ისე დავუკეთეთ, თქოს ქვია The Pale Blue Eye. ასე რომ ვისაც არ გინახავთ, შეი მესამე იყოს ეგ. ჰარი პოტერი ხო ის კარგად არ მოხსნა ნახე. მაგრამ ეხა არ დავიწყებ სრული იმის მოყოლას, რა მე მოგიყვები რა. ჰარი პოტერის არ მომივიცი. არა, просто არა, რატო ვიცი კარგად რა. ემა ვატსონი გიждდებოდა. ემა ვატსონის შეყვარებული იყო ჩემი გუნდი. ეგ ვიცი ხო? და დიდგორიდან რო ვაჟაზე რო გადავდით ხო? რო დაშორდა. ემა ვატსონის რო დაშორდა. რა ძმა. დავაშორეთ. და დაჟე დააშორეთ. ხო, რა ჩვენი რჩევებით რო. ხვდებით რა ხელა გავლენებსია აქ საუბარი? ყურით მოგითრევთ ტომ კრუს რამე რო იყო. თქო პოსტო და არის. ნაბოზარი ინტრეს არ ჩამერისხა უმნიშვნელო ლარები. ვიჯო, პროსტ საჭიროება იყოს, თორე ყურით მოგითრევთ ვისაზგინეთ. კაროჩე, მადლობა ბრაზა. პირიქით მადლობა შევსაშუალება მომეცი რომ кейჯზე ამდენი ვილაპარაკე, სად ვილაპარაკებდი, პახო თუ რამ ხელას სმენელი ყავს და უდიდესი მადლობა. არა, ისი მადლობა. Always welcome, brother. ეს იყო volume-ს რო ეძახეთ რაღაც მეორე სერია, დაგვიგროვდეს და კიდე მესამე მეოთხეც მოვწყოთ. მოდებით кейჯში რომ ხა ამ შენ სიცი რა, ანუ რაც არის кейჯის იდეა. სანამ რომ არ მელაპარაკა მე ყველაფერი იცი და ნაცნობი გაქვს და მოდი რა, იარი ჩვენთან გაგისწორდება, მაგრამ იქნებ მესამე кейჯი დიდი ღომში გახსნათ, გაგახარებთ ღმერთი. რა ვიცი, კაი ადგილები არის დიდი ღომში. იქნებ, რა ვიცი. ბრახოთ, არ ვიცი, მე ძალიან მინდა კიდე ერთხელ ვძახ, სულით გულით თქვენთან ვარ, მაგრამ ვეცდები როგორ აი ბავშვი ბაღში რო შევა უფრო რეალური ხდება ეს ყველაფერი რა. თქვენ რა გითხრათ? მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. ჭრა ნახეთ პატრეონის, ჩემო ოქროებო, ეს ჭრა წისუ იქნება ხოლმე, იმიტომ რომ გავაკეთე პატრეონი, სადაც უკვე პატარა community შეიკრა. პატრეონი არის დამატებითი პლატფორმა, სადაც subscriptions ყიდულობ რა, ანუ ერთგვარი
პაძერშკა არის როგორც კონტენტ კრეატორის ჩემი, ანუ თვეში იხდი რაღაცას, როცა გინდა გააუქმებ, სიტყვაზე $5 პონტი არის და იქ ცალკე კონტენტი კეთდება რა, ექსკლუზიური, ჩემთან პირდაპირი ჩათი არის, აუდიო, ვიფიქრებ მაგას. აუდიო ვერსია პოდკასტების მანდ გადაბარგდა, ყველა ეპიზოდი ატვირთულია და OnlyFans-საც უნდა ვაქციო. ხო და სერიალის making of-იც მანდ იქნება და პარალელურად ფილმების რჩევები და ანიმეების რჩევების კონტენტი უკვე დაწყებულია დევს, აღწერაში Patreon-ის ლინკი არის. შეგახსენებთ, არხის გენერალური სპონსორი კონტენტის სამდგენიერი აჭარაბეთი, ტრადიციულად სულ ყველას გაკოცეთ შიგ კისერში. არა, სერიოზული პოდკასტი.